საღამოშვიდობისა ყოველ შაბათს 21 საათსა და 45 წუთზე მაესტროზე პრესის დროა. ეს არის ტელეპროექტი ბეჭდური და ელექტრონული მედიის მონაწილეობით. გადაცემის სტუმარი 6 ჟურნალისტის პირისპირ. დარჩით და გვიყურეთ დღეს პრესში პრესის პირისპირ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე იქნება. შვიდი წელი ქვეყნის მეორე პირი და ორჯერ დროებით პირველი. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ორ საპრეზიდენტო არჩევნებზე აიღო პასუხისმგებლობა მონაწილეობის გარეშე. არჩევნებში ჩართვამ სააკაშვილის საპრეზიდენტო კარიერის დასასრულს დაამთხვია. ამ ეტაპზე გიორგი მარგველაშვილის, შალვა ნათელაშვილის, ნესტან კირთაძის და სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2001-2008 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვარდების რევოლუციისა და 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ის მმართველ გუნდს ტოვებს და არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს. რამდენიმე თვეში ქმნის საკუთარ პარტიას. რა არის მისი პარტიული ამოცანა? რა იყო? ხელისუფლების დემოკრატიული, ინსტიტუციური არჩევნების გზით შეცვლა. პარტიულ ამოცანებში კორექტივები 2011 წელს შეიტანა. სახალხო კრებასთან ერთად საპროტესტო მოძრაობას ჩაუდგა სათავეში და თქვა: ამ ქვეყანას სამწუხარო დღეს რევოლუცია სჭირდება და ჩვენ თუ სხვა გამოსავალს არ დაგვიტოვებენ, მზად ვართ ამისთვის. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად. საპროტესტო აქციები 2011 წლის 26 მაისს დარბევით და მსხვერპლით დასრულდა. საქართველოს დღეს სჭირდება დამოუკიდებელი, გამოცდილი პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელმაც იცის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა, აქვს სერიოზული კონტაქტები და შეძლებს სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ასე დაახასიათა საკუთარი თავი ავტოწარდგენის დროს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა. ნინო ბურჯანაძე საკუთარ წარსულზე და პოლიტიკურ გეგმებზე დღეს პრესში ჩვენი სტუმარია. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე და ჩემი კოლეგები წარმოგიდგინოთ, რომლებიც დღეს შეკითხვებს დასვამენ. გაზეთ რეზონანს წარმოადგენს რუსუდან მაჩაიძე, პალტრა მედიას ემა ტუხიაშვილი, მეცხრე არხს გვანცა პაპავაძე, ტელეკომპანია იმედს თამარ ჩიხლაძე, პრაიმ ტაიმს ქეთი ხატიაშვილი, ასავალ დასავალს ჯაბა ხუბუა. დიდი მადლობა ყველას. საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ შეკითხვას მე დავსვამ, ბუნებრივია ჩვენი პირველი კითხვა ეხება ავღანეთში მომხდარ ფაქტს. ყველაზე სერიოზული მსხვერპლი იყო ამ სამშვიდობო მისიის მონაწილეობის განმავლობაში 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ამან გააქტიურა საუბურები საერთოდ მისიის საჭიროებას და თქვენი ციტატა: რა ვალდებულება აქვს აღებული მიხეილ სააკაშვილს და რის ფასად იხოცებიან ჩვენი საუკეთესო ვაჟკაცები ავღანეთში, მით უმეტეს როცა ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. თქვენ რომ იყოთ გადაწყვეტილების მიმღები პირი დღეს ქვეყანაში, ან რომ იყოთ სამომავლოდ თქვენ შეწყვეტდით ამ მისიას ავღანეთში? დიანა, უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, ჟურნალისტებს, პატივცემულ საზოგადოებას და პირველ რიგში ბუნებრივია კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს და უპირველეს ყოვლისა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს გამოვთქვა დიდი იმედი იმისა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც დაჭრილები არიან, მალე გამოჯამრთელდებიან და სრულად აღიდგენენ თავიანთ ჯამრთელობას. მართლაც ძალიან მძიმეა საქართველოსათვის ის მსხვერპლი, რომელიც ჩვენ გავიღეთ და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ისევე როგორც ძალიან ხშირად ვიქცევით არასწორად და პოლიტიკურად ანგაჟირებულ გადაწყვეტილებას სამწუხაროდ ეწირებიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან ავღანეთში. რა მაქვს ხედავთ? ეს გადაწყვეტილება არის მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში? არა, ეს გადაწყვეტილება არის იმ ფორმით და იმ ადგილზე მონაწილეობა, სადაც ჩვენ მონაწილეობთ. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიყავი იმის მომხრე და ყოველთვის ვიქნები იმის მომხრე, რომ გარკვეული ფორმით საქართველოს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო თანამეგობრობის. თქვენი ხელისუფლების დროსაც იყო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა. არ შეიძლება ჩვენ 21 საუკუნეში ვიყოთ იზოლირებული მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ჩვენს პრობლემებზე მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს, დაგვეხმაროს გაჭირვების დროს, ბუნებრივია ჩვენც უნდა ვიღებდეთ ჩვენს წილს იმაში, რასაც მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, მაგრამ ეს წილი უნდა იყოს ადეკვატური. რას ვგულისხმობ, როცა ვლაპარაკობ ადეკვატურს? არის სახელმწიფოები, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოები,
რომლებიც ავღანეთში მონაწილეობენ, ანუ სოლიდარობას უცხადებენ საერთაშორისო კონტინგენტს, მონაწილეობენ თავისი წვლილით და ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომ ისინი არიან იქ, მაგრამ არის წარმოდგენილი 3 ექიმი, 5 ექიმი, ტექნიკური პერსონალი და არა 1500. ამიტომ გეკითხებით, თქვენ რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო, დღეს რა სიზამთრით 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახური ავღანეთში. რა თქმა უნდა, ეხა ბუნებრივია, განახევრებდით, გამეოთხედებდით, საერთოდ გამოიყვანდით, დიახ. დავიწყებდი გამოყვანის პროცესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს, ჯერ ერთი საერთოდ გავაკეთებდი ისე, რომ არ ყოფილიყო 1500 კაციანი წარმომადგენლობა, იმიტომ რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი ჯარისკაცების რაოდენობით ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შემდეგ ვართ ყველაზე დიდი წარმომადგენლობის მქონე ქვეყანა, რაც ნონსენსია. თურქეთს ჩვენზე ნაკლები ხალხი ყავს წარმოდგენილი, ლამის გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს. როდესაც 8 ჯარისკაცი დაიღუპა საფრანგეთში, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი დაიწყებს ჯარების გამოყვანას. ჩვენ რატომ არ ბატონო? ჩვენ რატომ არ ვლაპარაკობთ და რატომ არ გვენაღვლება ჩვენი ჯარისკაცები, როდესაც ისინი არიან ყველაზე ცხელ წერტილში. რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი წვლილი უნდა შეეტანა ამ პროცესში, მაგრამ არა 1500 კაციანი კონტინგენტით, არა ყველაზე მეტ ყველაზე სერიოზულ ცხელ წერტილში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თქვენ გადახედავთ რაოდენობას, ასე გავიგე. კეთი, კარგი, და რა ადგილას უნდა იყოს? რა თქმა უნდა, იცით რა, ეს არის მოლაპარაკების საგანი, ხელისუფლება, როდესაც მიდის იმ გადაწყვეტილებაზე, რომ მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კონტინგენტით ოპერაციაში, ბუნებრივია მოლაპარაკებებს მართავს სარდლობასთან, რა რაოდენობის კონტინგენტი უნდა შეიყვანოს, რა ადგილზე უნდა იყოს ეს კონტინგენტი, როგორი არის ამ კონტინგენტის დაცვის გარანტიები და ასე შემდეგ. რაც შეეხება, ვთქვათ, იმას, რომ დღეს ჩვენ 1500 კაციანი კონტინგენტით ვარ წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ეხლა ჩემის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება დიანა იმის თქმა, რომ ხვალ, ვთქვათ, ხელისუფლება მიიღოს გადაწყვეტილება და დატოვოს პოსტი და ასე ვთქვათ, წამოვიდეს ისე, რომ ამის შესახებ მოლაპარაკება არ გარიმართოს, არ იყოს დაუშვათ დაცული ბალანსი, ეს ეხა ელემენტარულად მართლა უპასუხისმგებლობა და მართლა ღალატი შეიძლება იყოს, მაგრამ 8 თვე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ჩვენ დაგვეწყო მოლაპარაკებები ნატოს ხელმძღვანელობასთან, რომ შემცირებულიყო კონტინგენტი მინიმუმამდე და ჯარების გამოყვანა დაწყებულიყო. დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი საქართველოს ჯარებს გამოიყვანს ავღანეთიდან, მაშინ შესაძლოა, რომ ევროკავშირის მონიტორებმა დატოვონ საქართველო. აი ამ მიმართულებით რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ეს საერთოდ წარმოუდგენელი განცხადება, მე კატეგორიულად ვერ დავეთანხმები დავით უსუფაშვილს და მე ვფიქრობ, რომ ბატონ დავითს მოუწევს ალბათ ამას მე ვფიქრობ ევროკავშირი მოითხოვს თავად განმარტების გაკეთება, რას გულისხმობს. ჩვენ რა შანტაჟის ობიექტი ვართ, ანუ თუ ნატოს ოპერაციაში არ მივიღებთ 1500 კაციანი კონტინგენტით მონაწილეობას, მაშინ ევროკავშირის მონიტორინგის მისია გავა. ეს წარმოუდგენელია საერთოდ, არაფერ შუაში არ არის და არავითარ კავშირში არ არის ევროკავშირის მონიტორინგის მისია ავღანეთში ჩვენს 1500 კაციან კონტინგენტთან და არ არის საჭირო მოსახლეობის ასე ვთქვათ შეცდომაში შეყვანა და დაშინება იმით, რომ თუ ეხა ჩვენ თურქეთზე მეტი ჯარი არ გვეყოლება ნატოში, ევროკავშირში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ყურადღებას აღარავინ არ მოგვაქცევს. ეს ასე ნამდვილად არ არის. ბატონო, მეც მიაქცია ყურადღება თქვენს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, საფრანგეთი თითქოს გამოვიდა იქიდან. საფრანგეთმა შეიძლება ჯარი გამოიყვანა იქიდან, თუმცა ის მონაწილეობს ამ მისიაში და 2000-ზე მეტი მისი ჯარისკაცი სამხედრო პირი არის ამ მისიაში ჩართული და ეხაც მოქმედებს. და მე ესეთი საჭირო რჩება, რომ თქვენი გათვლით ეს უნდა იყოს სიმბოლური მონაწილეობა საქართველოს ავღანეთში. იმიტომ რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი სახელმწიფო და თუ ნატოს წევრი ქვეყნებიც კეთი მონაწილეობენ ძალიან ბევრი მათგანი სიმბოლურად, მათ შორის ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები მოსახლეობით, ტერიტორიით, სიმძლავრით და ასე შემდეგ, როგორიც არის თუნდაც სლოვაკეთი, როგორიც არის თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, თუ ისინი სიმბოლურად მონაწილეობენ ამ ოპერაციაში, ჩვენ რატომ უნდა მონაწილეობდეთ 7-ჯერ და 8-ჯერ უფრო მეტი კონტინგენტი? ყველაზე ცხელ ადგილზე. ალბათ ჩვენი პრობლემები არის გაცილებით უფრო სერიოზული და საფრთხე რუსეთის მხრიდან არის გაცილებით უფრო რეალური ვიდრე სლოვაკიას ან სხვა იმ ქვეყნებს, რომელსაც ჩვენ ჩვენია რუსეთი უკაცრავად, მაგრამ რუსეთი ისევეა დაინტერესებული ავღანეთის პრობლემის მოგვარებით, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო და უფრო მეცაც გეტყვით, თქვენ ალბათ საქმის კურსში ბრძანდებით, რომ რუსეთმა თავისი ბაზები დაუთმო ნატოს იგივე ულიანოვსკში და რამდენიმე ადგილზე იმისათვის, რომ გამოიყენოს ეს ტრანსპორტირებისათვის დაუთმო სამხედრო სივრცე. აქ რუსეთი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. მე პირდაპირ გეტყვით, საქართველოს წინა ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ
მოძრაობამ, რომელიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია და არანაირად ის ოპოზიციაში არ არის. ის არის ხელისუფლებაში და ეს არის კლასიკური ორხელისუფლებიანობა და არა პოზიცია, ოპოზიცია და კოჰაბიტაცია, როგორც ამას ამბობენ, თუმცა ამაზე მერე ვისაუბრებ. წინა ხელისუფლებამ არაჩვეულებრივად გამოიყენა ორი, ასე ვთქვათ, კარტა თავისი პოლიტიკური არსებობის შენარჩუნებისა და გახანგრძლივებისათვის. ერთი ეს იყო რუსეთის საფრთხე და მუდმივად ნებისმიერი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის ან ძალისათვის პრორუსულობის და რუსეთის აგენტობის დაბრალება, რაც მათ მშვენივრად გამოიყენეს და ამის მაგალითები თქვენ არ გესწავლებათ. ეხლავე გეტყვით. ერთი წამით დავასრულებ და ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემთ. და მეორე კარტა მან გამოიყენა, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად ავღანეთში ჩვენი ჯარების. ბიძინა ივანიშვილისთვის იყენებს თქვენ მიხეილ სააკაშვილს რავალდებულება აქვს აღებულიო შეკითხვა დასვით. აი ბიძინ თქვენ ახალ მთავრობაზე ვთქვათ რა არგუმენტი გაქვთ რომ ისინი რისთვის? ვეთანხმები თქვენ კითხვა, სხვათა შორის მე ჩემს განცხადებაში პრაქტიკულად დავსვი ეს კითხვა, როდესაც ვთქვი რომ ახალ ხელისუფლებას რატომ არ იყო გამბედაობა იმისათვის რომ იმასთან დაკავშირებით რომ ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი დაეწყო. მე ნამდვილად არ დავაბრალებ ახალ ხელისუფლებას ამ თემით სპეკულირებას ისე როგორც ამას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ვშიშობ რომ ახალ ხელისუფლებას ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით არ იყო გამბედაობა რომ დაეწყო ამ თემასთან დაკავშირებით. ღიად საუბარი. ბატონო, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ აი ესეთ შემთხვევაში საქართველოს აქვს იმის ფუფუნება, რომ ის სიმბოლურად რაღაცაში მონაწილეობდეს და სათხედავ თქვენ საქართველოს ადგილს აი ამ გეოპოლიტიკაში. იცით რა, რას ნიშნავს ფუფუნება გვაქვს? ჩვენ რა, ესე ვთქვათ, ნატოში არ შევსულ ვართ და ვასალები ვართ უკვე? თუ ჩვენ არა გვაქვს იმისი ფუფუნება, ჩვენ იმიტომ ვლაპარაკობდით რომ დასავლეთის სამყაროს ნაწილი უნდა გავხდეთ, დემოკრატიული ფასეულობები გვინდა, თანასწორუფლებიანი ფასეულობები გვინდა, რომ ჩვენ ვთვლით და დღესაც მიგვაჩნია რომ იგივე ნატო არის ცივილიზებული დემოკრატიული საერთაშორისო ორგანიზაცია, მართალია სამხედრო ბლოკი, მაგრამ მაინც, რომელიც პატივს სცემს თავის წევრებსაც და იმ სახელმწიფოებსაც, რომლებსაც მისი წევრობა უნდათ. თუ ნატო არის, მე ასე არ ვთვლი, მაგრამ აი ამ კითხვიდან ესე გამოდის, თუ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც თავის წევრებს ან მომავალ წევრებს უყურებს როგორც ვასალს, რომელსაც არ აქვს იმისი ფუფუნების შესაძლებლობა, რომ თვითონ არჩიოს, რამდენი ჯარისკაცი სად გაუშვას, სად მიიღოს მონაწილეობა, სად არ მიიღოს მონაწილეობა, ხო? და რა ფორმით მიიღოს მონაწილეობა, მაშინ რაზე ვლაპარაკობთ? ჩვენ რა კოლონიურ რეჟიმში შევდივართ? ეს ასე ნამდვილად არ არის, უბრალოდ სახელმწიფოებს, რომელსაც აქვს და ყავს თავმოყარე ხელისუფლება, რომელიც ჩვენ არ ვყავდა ნამდვილად განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფოს ყავს თავმოყარე ხელისუფლება, ის ახერხებს იმას, რომ თავის პარტნიორებსაც ელაპარაკება მეტნაკლებად თანასწორუფლებიანად და უსაბუთებს, რატომ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და თავის არამოკავშირესაც ან მოწინააღმდეგესაც ელაპარაკება თანასწორუფლებიანად. მაგრამ ეს არ ჭირდებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო რაოდენობასთან დაკავშირებით, გაორმაგებასთან დაკავშირებით, როცა იყო მიღებული გადაწყვეტილება, სერიოზული პროტესტი მე არ მახსოვს პოლიტიკური ძალების მხრიდან, ეს უმტკივნეულოდ იქნა ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული. თამარ ჩიხაძეს და გაორმაგება ვიგულისხმე. რეალური რაოდენობა სამხედროებისა, რომლებიც ჩვენისთან ქვეყნისთვის მისაღები იქნებოდა ჩართულები. შეგიძლიათ გადახედოთ სტატისტიკას, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები არიან წარმოდგენილი 100, 150, 200, მაქსიმუმ 300, ესე ვთქვათ, წარმომადგენლით. ეს არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც იყოს, ესე ვთქვათ, აქტიური საჯარისო ფორმირებები. სხვათა შორის დღეს ჩვენმა სტუმარმა ლატვიიდან იყო, ხო, სტუმრები ჩამოსული თუ არ ვწდები, მან განაცხადა, რომ ჩვენი ჯარისკაცებიც არიან იქო, მაგრამ ისინი არიან მიაქციეთ ყურადღება კომენტარს. ისინი არიან გაცილებით უფრო უსაფრთხო ადგილზე ვიდრე ქართველი ჯარისკაცებიო და ქართველები არიან ნამდვილ ომში, ხოლო ჩვენი ჯარისკაცები არიან უსაფრთხო ადგილზე. ხა ჩვენ რა ჩვენზე ლატვიელებზე ნაკლებად გვიყვარს ჩვენი ჯარისკაცები თუ უფრო მეტი გვყავს, არ გვენანება, ბევრი გვყავს დასაკარგიშვილი თუ როგორ არის ხა როგორც ლატვიაა წარმოდგენილი, რომელიც არის დიახ, მე ამას ხელისუფლებასაც უსვამ, როგორც არის წარმოდგენილი ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, სლოვაკეთი, როგორც არის წარმოდგენილი ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფო, სწორედ ასე უნდა ყოფილიყავით ჩვენ წარმოდგენილი და მე არ მინდა ვინმე წარმოიდგინოს, რომ მე ხლა მომხრე ვარ იმისა, რომ ჩვენ აქ რაღაც ჩავიკეტოთ, ავაშენოთ, ასე ვთქვათ, რკინის ღობეები ან რკინის ფარდები ჩამოვაფაროთ და არაფერში მონაწილეობა არ მივიღოთ. ეს თამარ ჩიხაძე და შემდეგ ჯაბახუბუა და თუ შეიძლება მე თქვენ ბრძანებთ, რომ თავმოყარე ხელისუფლებამ უნდა ისაუბროს მოწინააღმდეგესთანაც, ერთგვარად გასაგებია თქვენი პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით, თქვენ ხართ პოლიტიკოსი, რომელიც ხშირად საუბრობს რუსეთთან დიალოგზე და ხელისუფლებიდან მართველი გუნდიდან წამოსვლის შემდეგ ერთგვარად თქვენი ნიშა გახდა ეს თემა.
დღეს როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, ვხედავთ რომ შერბილებულია რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში. რამდენიმე თვეში აღარ იქნება პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც როგორც თქვენ ამბობთ, ის არის შემაფერხებელი ფაქტორი ერთგვარად რუსეთთან ურთიერთობაში. შეიქმნა ბევრი წინაპირობა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ იგივე შედეგს, დიჯში 300 მეტრით განმოიწია საზღვარმა. როგორ ფიქრობთ, დარჩა თუ არა რაიმე რესურსი საქართველოს ხელისუფლებას დათმობის? თქვენ როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა? კიდევ უფრო უნდა შერბილდეს რუსეთთან ურთიერთობა თუ რა არის გამოსავალი? დარჩა თუ არა კიდევ შერბილების რესურსი კითხვის უპირველეს ყოვლისა მე მივაქცევ ყურადღებას და გავიმეორებ ფორმულირებას რომელიც თქვენ ახსენეთ რომ მე ვამბობ რომ სააკაშვილი არის პრობლემა და სააკაშვილი პრობლემას მე ამას კი არ ვამბობ ეს ასია ეს არის ფაქტი და ის რაც მოხდა თუნდაც ავღანეთში როდესაც სააკაშვილი ჩავიდა და პატარა ესე ვთქვათ გონება შეზღუდული ბავშვით კამერების წინ ალაპარაკებდა ჩვენ ჯარისკაცებს ვინ როგორ მოკლა და რამდენი კაცი მოკლა გეგონება ესე ვთქვათ ადამიანებზე კი არისო ლაპარაკი მე რა რომ ის თალიბები არიან ან თუნდაც ტერორისტი ისიც ადამიანია და ღმერთის წინაშე ესე ვთქვათ არ შეიძლება ადამიანზე ლაპარაკი ისე როგორც ილაპარაკებდნენ ვთქვათ მონადირეები რომლებიც ერთმანეთს მოუყვებოდნენ რამდენი მწყერი მოკლეს ან რამდენი ვთქვათ არ ვიცი მე ნადირობის დროს რამდენი ესე ვთქვათ ნადირი მოინადირეს ხო ის რაც სააკაშვილმა გააკეთა ავღანეთში თავისი ჩასვლით და თავისი საუბრით ეს მართლაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ მსხვერპლისა რომელიც მის ჩასვლას მოყვა მე კი არ ვამბობ თვალსაზრისით გასაგებია მაგრამ აი სააკაშვილის ქართულად გაკეთებული განცხადება ქართული ტელევიზიებისთვის არის იმდენად რეზონანსული რომ გადაეთარგმნათ თალიბებს ანუ ამ მოვლენას შორის მოგიდგენიათ ტრაგიკულ შემთხვევასა და ავღანეთი და ის მებრძოლები რომლებიც ყველაფერს გამადიდებელი შუშით უყურებენ მით უმეტეს ახლა მე და თქვენ მოგწონს თუ არა სააკაშვილი ეს ერთი საკითხია მაგრამ პრეზიდენტია ის ქვეყნის და ნებისმიერი პრეზიდენტი როდესაც ჩადის იქ საომარი მოქმედების ზონაში რა თქმა უნდა ის ამით განსაკუთრებულად იქცევს ყურადღებას თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა თან იმ პროვინციაში სადაც კავშირს 6 ივნისის შემთხვევასა და პრეზიდენტის აი ამ დიალოგს შორის მე არ შემიძლია გამოძიება ჩავატარო და პირდაპირ პრეზიდენტის ბრალი შეკითხვას რუსეთთან დაკავშირებით ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება იყოს გამოწვეული ის თავდასხმები და გახშირება თავდასხმებისა სწორედ იმ ყურადღების მიქცევასთან რომელიც გამოიწვია სააკაშვილის არა მარტო ჩასვლა მაგრამ ხედავთ ამ კავშირს რაც შეეხება რესურს რუსეთთან ურთიერთობაში ერთხელ ვიტყოდი რომ ყველა დღე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ეს არის საფრთხე საქართველოსათვის ეს არის საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისათვის რაც შეეხება რიტორიკის შერბილებას იცით რა მე არასოდეს არ ვამბობ იმას რომ რიტორიკა შერბილდეს და ეს არის გამოსავალი რიტორიკის შერბილება კი არ არის გამოსავალი არის სერიოზული ფართო მასშტაბიანი ძალიან ღრმა მოლაპარაკებების პროცესის დაწყება რუსეთთან რიტორიკას ჯერ ერთი რიტორიკის შერბილებაც რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ შერბილდა რიტორიკა სხვათა შორის მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მხრიდან მაგრამ თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას სხვა პირველ პირებს, ასე ვთქვათ, მინისტრებს არა, მათი რიტორიკა არ შერბილებულა. თქვენ ამბობთ რომ ოკუპანტს ეძახიან რუსეთსო და არ არის ოკუპანტი? ერთი წამით დავასრულებ, ხო და მე ესე იგი ერთი იძახის რომ რუსეთი ჭკუით უნდა მოვატყუოთ და მე არ ვიცი ახლა რომელი ჭკუატყოფელი ადამიანი უნდა ამბობდეს იმას რომ თუ შენთან მოლაპარაკებას ვაპირებ დიანა და წინასწარ განვაცხადე რომ ჭკუით უნდა მოგატყუო არა მგონია რომ დაიწყო ამაზე ესე ვთქვათ კონსტრუქცია არა მნიშვნელობა გადახედავთ და გაგახსენდებათ მეორე იძახის რომ ჩვენ რუსეთს არ დაველაპარაკებით არ აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას არ დავიწყებთ პოლიტიკურ კონსულტაციებს რუსეთთან იმიტომ რომ ის არის ოკუპანტი და ვილაპარაკებთ მარტო ღვინოზე და ესე ვთქვათ ბორჯომზე თუ მარტო ღვინოზე და ბორჯომზე ვილაპარაკებთ კი ლაპარაკობენ ღვინოზე და ბორჯომზე, ღვინოც შეიტანეს, ბორჯომით შეიტანეს, საზღვარი გადმოგიწიეს. არ შეიძლება ესე ლაპარაკი. თუ მართლა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ რუსეთთან გვინდა სხვა ტიპის ურთიერთობის დაწყება და გვინდა ჩვენი პრობლემების მოგვარება, მაშინ ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ფართო მასშტაბიანი, სწორედ რომ სერიოზულ საკითხებზე, რა თქმა უნდა, მათ შორის ღვინოზე, ბორჯომზე, ვაშლზე, ყურძენზე და ასე შემდეგ. ალბათო, თქვენი ციტატა. ქვეყნის უმაღლესი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კვლავ ეძახიან რუსეთს ოკუპანტს და იგივე რიტორიკას ინარჩუნებენ. ანუ არ უნდა უწოდონ რუსეთს ოკუპანტი, ეს არ არის მოცემულობა, რომ დღეს რუსეთი არის ოკუპანტი. გაძლევთ იმის ძახილი ერთი წამით. ერთი წამით. გუშინ წინ ჩემთან იყო ჩვენ ვისაუბრეთ იაპონიის ელჩი საქართველოში ძალიან საინტერესო საუბარი ვქონდა.
ვისაუბრეთ მათ შორის იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს იაპონიას რუსეთთან და ის დამეთანხმა, როდესაც მე გავიხსენე იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს 2 წლის წინ სხვათა შორის, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოვიდა პირდაპირ, ესე ვთქვათ, რეკომენდაციით, რომ აღარ ახსენოს კურილის კუნძულები როგორც ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მხრიდან, არამედ დაარქვას მას რუსეთის მხრიდან დროებით უკანონოდ დაკავებული ტერიტორიები. ეს შინაარსობრივად, სამართლებრივად არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. უბრალოდ, ოკუპირებული ცოტა უფრო სალანძღავად ჟღერს, დროებით უკანონოდ დაკავებული იტოვებს საშუალებას. ანუ რუსეთი ოკუპანტი არ არის ამ შემთხვევაში. ჩვენ გვახსოვს თქვენი ცნობილი ეთერი, როდესაც თქვენ გაგიჭირდათ ამის თქმა. ის რომ არის რუსეთი ოკუპანტი, ეს არის ფაქტი. მაგრამ მოლაპარაკება თუ გინდა ტერმინი უნდა შეცვალო, გამოიყენო იგივე შინაარსის ტერმინი, ოღონდ უფრო რბილი, იმიტომ რომ ეს უკანონო ტერიტორიების დამკავებელი, ასე ვუწოდოთ. შეიძლება ესა ყოველ შემთხვევაში. კარგით, რესურსი რა დარჩაოთ? ამარის შეკითხვა დავასრულოთ და გვაქვს ბევრი დრო. შენ რას დაუძახებ რუსეთს? თავარია ის შენ რა შედეგით გამოხვალ და შენ თუ ილაპარაკებ რომ რუსეთი ოკუპანტია და მე მას არ დაველაპარაკები, სანამ არ გავა ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდანო გარწმუნებთ არ გავა და არა თუ არ გავა საზღვარს კიდევ გადმოგიწევთ და მოდით მაშინ მეც თქვენთან ერთად ყველამ მთელი საქართველო დავდგეთ ხელი ერთმანეთს ჩავკიდოთ და ვიძახოთ ოკუპანტიო და ვნახოთ თუ გავა არ გავა უნდა მოველაპარაკოთ თორემ ჩაგვეყრება წყალში ღვინოზე მოლაპარაკებაც ვაშხზე მოლაპარაკებაც ბორჯომზეც მოლაპარაკებაც იმიტომ რომ ერთ შვენიერ დღეს მართლაც შეიძლება პოლიტიკურად იქნეს კვლავ გადაწყვეტილება მიღებული რომ ბორჯომს თურმე ის გემო არა აქვს 30 წლის წინ რომ მქონდა თქვა უკვე დიახ თქვა ეს არის ნიშანი თქვა რომ ძმარიაო და ბორჯოზე თეთი გეთანხმები ეს არის ნიშანი იმისა რასაც მე ვამბობ თუ არ იქნა ფართო მასშტაბიანი მოლაპარაკება დაწყებული და თუ ეს არ ჩაისვა ყველაფერი პოლიტიკურ სივრცეში პრემიერის პოზიცია მოგწონთ მაგრამ არ მოგწონთ თავრობის სხვა წევრების პოზიცია რომ ასე ვთქვათ გარკვეული რეზუმირება გავუკეთოთ თქვენს პოზიციას და თავრობის პოზიცია ერთმანეთთან ესე ვთქვათ უნდა შესაბამისობაში მოდიოდეს საერთოდ მე არ მომწონს ერთი რამ ახალი მთავრობის განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისაგან ეხლა მე ნამდვილად არ მინდა ნაციონალური მოძრაობა ვაქო მაგრამ ალბათ ყველა აკვირდებით ამას როცა ნაციონალური მოძრაობა გამოდის და რაიმე მესიჯს ამბობს და უნდა რომ საზოგადოებას გააგებინოს ეს მესიჯი ყველა ესე ვთქვათ მაღალი თანამდებობის პირი თუ შედარებით დაბალი თანამდებობის პირი ქალი თუ კაცი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ერთი და იგივე ეგრეთ წოდებულ მესიჯს ლაპარაკობს ეს ნიშნავს იმას თქვენ იყავით ამ მესიჯ ბოქსის გამზიარებელი როცა იყავით ხელისუფლების ნაწილი ერთი წამით რა მე ვლაპარაკობ ტექნოლოგიაზე ხო თქვენ ამბობთ რომ ეს კარგად აწყობილი სისტემა აქვს რა თქმა უნდა და მე არ ვაპირებ ახლა ნაციონალური მოძრაობა რასაც კარგად ახერხებს იმაზეც ვილაპარაკო რომ ცუდია დღევანდელ ხელისუფლებაში ახალ ხელისუფლებაში რომელსაც მე ძალიან გულშემატკივრობ რას ვხედავ რომ ერთი მინისტრი ამბობს ერთს და იმავე თემაზე მეორე მინისტრი ამბობს აბსოლუტურად სხვას და განსხვავებულს მე ვამბობ რომ ასე პრობლემები სამწუხაროდ არ მოგვარდება და ტექნოლოგია სწორი მუშაობის ნამდვილად აქვს აწყობილი ნაციონალურ მოძრაობას და ეს ნამდვილად უნდა იქნეს გამოყენებული ჯაბა ასავალ-დასავალი. ალბათონინო, თქვენ ძანეთ და ალბათ ეს რეალურადაც არის რომ თუ გავითვალისწინებთ ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობას, საქართველოს გამოდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთში. მეორეა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ეს სტატისტიკა. მე მაინტერესებს თქვენგან პასუხი ესეთ შეკითხვაზე. 2008 წელს რუსეთის ინტერვენციის დროს რამდენად თანაზომადი იყო მხარდაჭერა თუნდაც იგივე ნატოს მხრიდან საქართველოს მისამართით. ანუ რამდენად ადეკვატურად ასახავდა იმ რეალობას, რასაც საქართველოს ავღანეთში მისია 2009 წლიდან არის. საქართველოს ისაფის პროექტი. მე გავიგე ჯაბა რასაც ამბობ. ერაყში ავღანეთში ყოველთვის იყვნენ ჩვენი სამხედროები, დისლოცირებულები და მონაწილეობდით. ჩვენ ამ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან საერთაშორისო საფრთხეების მხარდაჭერაში მონაწილეობდით ყოველთვის. და მე მაინტერესებს უბრალოდ როცა დადგა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი, რამდენად თანაზომადი იყო მხარდაჭერა ნატოს მხრიდან. ეს ერთი შეკითხვა, რაზეც მაინტერესებს პასუხი და მეორეც. თქვენ ხართ საპრეზიდენტო კანდიდატი, იყრით კენჭს 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. და ამავდროულად ღიად აცხადებთ, რომ ხართ წინააღმდეგი
აი ამ ფორმით დღეს ავღანეთში ჩვენი მონაწილეობის. როგორ ფიქრობთ, ეს არ შეგიქმნით პრობლემას თუნდაც იგივე საერთაშორისო საზოგადოებასთან რაღაც პოლიტიკური მხარდაჭერების კუთხით? უკაცრავად ორი შეკითხვა და შემდეგ ყოველს მოგეცემათ საშუალება. თქვენი აზრით ეს ხომ არ გააღრმავებს საზოგადოებაში იმ აზრს, რომ თქვენ რუსეთთან პარტნიორობა უფრო გირჩევნიათ ვიდრე ევროპასთან? ჯერ ერთი ნატო მარტო ევროპა არ არის და ავღანეთი მარტო ევროპა არ არის. რაც შეეხება არავითარ შემთხვევაში მე იმ დოზით მინდა ურთიერთობა დასავლეთთან, ევროპასთანაც, ამერიკასთანაც, აღმოსავლეთთანაც, რუსეთთანაც და სამხრეთ სახელმწიფოებთანაც, რა დოზით ეს ჭირდება ჩემს ქვეყანას და რა დოზითაც ეს არ დააზარალებს ჩემი ქვეყნის ინტერესებს და ტყუილად არ დამიხოცავს იმ ბიჭებს, რომელთა ესე ვთქვათ ძალისხმევა ჩვენ გაცილებით მეტად გვჭირდება მშვიდობიან აღშენებლობაში ჩვენი ქვეყნის და თუნდაც ესე ვთქვათ მათი ყოფნა თავიანთ ოჯახებში. ეხლა რაც შეეხება კითხვას, რამდენად თანაზომადი იყო, ჯაბა პირდაპირ გეტყვი, რომ თანაზომადი არ იყო და მადლობა ღმერთს რომ არ იყო. იმიტომ რომ თანაზომადი ხა იმედია კონტექსტიდან არ მოაგდებენ ამ ჩემ ნათქვამს სიტყვებს. თანაზომადი რომ ყოფილიყო, მიხვდით ხო დიანა რასაც ვამბობ, დაიწყებოდა მესამე მსოფლიო ომი. იმიტომ რომ მაშინ თანაზომადი რომ ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა საქართველოსათვის, საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა გამოეცხადებია რუსეთისათვის ომი და საქართველოს უნდა გამხდარიყო მესამე მსოფლიო ომის პოლიგონი. რა დარჩებოდა საქართველოსგან? ეს უკვე ცალკე თემაა, ხო? ამიტომ იყო სწორედ და ამიტომ ვახსენებდი მე სააკაშვილს, მათ შორის 2008 წლის 3 აგვისტოსაც იგივე ქალბატონი კონდოლიზა რაისის სიტყვებს, რომელიც მან მე მითხრა ომის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, როდესაც მე ვაშინგტონში ვიყავი და რომელიც მე სიტყვასიტყვით გადავეცი შეხვედრისთანავე ტელეფონით სააკაშვილს და მე რომ ჩამოვედი კიდე კარგად დავუხსენი და 3 აგვისტოს რომ შევხვდი, კიდევ კარგად გავახსენე. კონდოლიზა რაისმა ჩვენ გვითხრა არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოთ საომარ მოქმედებებში, როგორი ტიპის პროვოკაციაც არ უნდა მოგიწყონ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან კარგი მეგობარია საქართველოსი, მაგრამ ჩვენ არ და ვერ დაუწყებთ ომს რუსეთს პატარა საქართველოს გულისთვისო. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს. ამერიკა არის ჩვენი მეგობარი, სხვათა შორის რუსიკო თქვენს შეკითხვაზეც არის ეს კითხვა, რომ აი ხო არ გაბრაზდებიან და თქვენ შეკითხვაზე ხომ არ გაბრაზდებიან ჩვენი დასავლელი მეგობრები. იცით რა, ხა ჩვენი დასავლელი მეგობრები ჩვენ თუ გვიყურებენ ესე ვთქვათ მომხმარებლური თვალსაზრისით, რომ ეს არის ტერიტორია, რომელიც ისე უნდა იქცეოდეს, როგორც მათ აწყობთ, მაშინ გაბრაზდებიან და გაბრაზდნენ მაშინ არ მაინტერესებს მათი აზრი. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის. და თუ ჩვენ ისინი გვიყურებენ ისე, როგორც მე ვთვლი, რომ გვიყურებენ და როგორც უნდა უყურებდნენ საერთოდ პარტნიორ ქვეყანას, მაშინ ისინი გაგებით მოეკიდებიან პრობლემას. ჩვენ ხომ გაგებით მოვეკიდეთ იმას, ყოველ შემთხვევაში ნორმალური ნაწილი საზოგადოების, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ვერც ნატო ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორია საქართველოსი, არ ჩაერია აგვისტოს ომის მოვლენებში, აქტიურად ესე ვთქვათ, საომარი მოქმედებებით. ჩვენ ხომ ეს მივიღეთ როგორც ის ესე ვთქვათ მოცემულობა, რომ ჩარევით გაფუჭდებოდა უფრო მეტი საერთაშორისო არენაზე და მართლა ომი დაიწყებოდა. მათი ჩარევის შედეგად მოხდა შეჩერება იმ აგრესიის ქალბატონი. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იყო თუ არა თანაზომადიო, აქ იყო ნათქვამი, ხო საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს ეგონა რომ ნატოს თვითმფრინავები შემოვიდო და ნატოს ესე ვთქვათ ესკადრილები შემოვიდო და კამპანიის დროს ხომ არ გეშინიათ დასავლელი პარტნიორები ხარდაჭერის დაკარგვის შედეგად. მელაპარაკა ტელეფონზე ერთი წუთით ჯაბა დამირეკა და მითხრა რომ ეხლა ბუში გამოვა ტელეეთერით და უყურე მოусმინე ამერიკელებმა აწიეს ესე ვთქვათ თვითმფრინავები და დაბომბავენ რუსეთის სამხედრო ნაწილებსო. და მე შოკში ვიყავი, ვუთხარი რა გიხარია მეთქი მესამე მსოფლიო ომი იწყება თქო. მასაც კი მე მგონი იმის მოლოდინი ქონდა რომ ამერიკა რუსეთს დაუწყებდა ომს. ამიტომ მე აქ ერთი რამის თქმა მინდა 2003 წლის აგვისტოს ომის დროს. 2008 წლის. მე რა მინდა გითხრათ. როგორც ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ, რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ეს ჩვენთვის იმას, რომ ჩვენი გულისთვის არც ჩვენმა მეგობრებმა არ დაუწყეს ომი რუსეთს და ვერც დაუწყებდნენ, ასევე გაგებით უნდა მოეკიდნონ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრობლემებს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ 3 მილიონნახევრიანი ქვეყანა თუ ამბობს, რომ მე ჩავერთვები იმ ოპერაციებში, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, მაგრამ მე რამდენიც შემიძლია, რამდენიც მე შემეფერება, როგორც 3 მილიონიან ქვეყანას, ისე ჩავერთვებიო და ამაზე თუ გაგვინაწყენდებიან, მაშინ ჯაბა შეკითხვა იყო საპრეზიდენტო კამპანიის დროს თქვენ დაგაზარელებთ თუ არა მისიის გადახედვაზე საუბარი
დასავლელი პარტნიორები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ დასავლელი პარტნიორები გვიყურებენ როგორც გასაგებია თქვენი პასუხი უკვე. რომლის პრეზიდენტიც უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა საერთაშორისო კონიუნქტურიდან და საერთაშორისო პროცესებიდან გამომდინარე, მაგრამ პირველ რიგში ამოვა ყოველთვის გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებიდან, თუ ასე გვიყურებენ, მაშინ არ დამაზარალებს და თუ გვიყურებენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მათი ვასალი, მონა და გავაკეთოთ მხოლოდ ის, რაც მათთვის არის მომგებიანი, მაშინ დამაზარალებს. ემა ტუხიაშვილი კვირის პალიტრა. ნინო, როცა ვსაუბრობ დიცის შემთხვევაზე და იქ საოკუპაციო ხაზის 200-300 მეტრით გადმოწევაზე, რატომ ყოველთვის გავიწყდება, რომ ეგრეთ წოდებული მცოცავი ოკუპაცია ახლა არ დაწყებულა, წლებია უკვე ეს პროცესი გრძელდება. თუნდაც რომ გავიხსენოთ ერთი მაგალითი 2010-ში სოფელ ახმაჩთან სოფელი თვაურები პირდაპირ მიიტაცეს ოკუპანტებმა, თუმცა მაშინ არაერთი ძალისხმევის მიუხედავად მოსახლეობისა თუ მასმედიის ხმა ამაზე არავინ არ აღიმაღლა. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამ პროცესს უყურებდა ფართოდ დახუჭული თვალებით. რატომ? მე ვერ მივიღებ ამ შენიშვნას, თქვენ უბრალოდ არ ბრძანდებით საქმის კურსში და ეხლავე გეტყვით, ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მე პირადად და ჩემი თანაპარტიელები ვიყავით ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად მიჩქმალული, თქვენ გახსოვთ, რომ პრაქტიკულად არაჩვენებდნენ ხოლმე ჩვენს არც ბრიფინგებს და არც ესე ვთქვათ ტელევიზიაში ხო საერთოდ როგორც წესი არ მიწვევდნენ. მე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, პირადად მე და ჩემი თანაპარტიელები, დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც ავტეხეთ განგაში და ეს უბრალოდ აი ბეჭდვითაც არსებობს, იმიტომ რომ სააგენტოებმა მაშინ გაავრცელეს და ბრიფინგიც არის ჩატარებული, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ ავტეხეთ განგაში იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ესე ვთქვათ, ესეთი ფაქტი მოხდა მამისონის უღელტეხილზე, როდესაც მე ხა უბრალოდ ძალიან კარგად ვიცი საზღვარი და ვიცი, რომ იქ არის ეგრეთ წოდებული მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც სადაც იყვნენ ჩვენი მესაზღვრები, სადაც ფრიალებდა ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს დროშა ნოემბრამდე, ვიდრე მესაზღვრები იქედან არ წამოვიდნენ, ხოლო 2009 წელს უკვე იქ აფრიალდა რუსული და ოსური დროშა. როდესაც ჩვენმა პარტიამ პირადად მე და სხვა შორის მე ჩაატარეს ჩემმა თანაპარტიელებმა ბრიფინგი, ჩავატარეს ბრიფინგი და ვთქვით, რომ აი მამისონზე ეხლა ფრიალებს რუსული და ოსური დროშა მივმართეთ ხელისუფლებას, როცა პროვოკატორები გვიძახეს, რომ ჩასვით ჟურნალისტები ვერტფრენში, მიიყვანეთ იქამდე, გააფრთხილეთ რუსული მხარე, რომ ეს მშვიდობიანი ვერტფრენია და ნახეთ თქვენი თვალით, რომ იქ ფრიალებს ნამდვილად რუსული და ოსური დროშა. ჩვენ მაშინ გვიძახეს პროვოკატორები, სამშობლოს მოღალატეები, როგორც წესი და თქვეს, რომ არაფერი მაგდაგვარი არ ხდება. ყველა ამ თემასთან დაკავშირებით დემოკრატიულ მოძრაობას აქვს არაერთი განცხადება გაკეთებული, მაგრამ სამწუხაროდ ეს დარჩა. რეკლამის დროა ეხლა და რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ, დაგველოდეთ, ძალიან მალე დავბრუნდებით ეთერში. პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ვაგრძელებთ გადაცემას ემა ტუხიაშვილი დასვამს ისევ შეკითხვას. ხალხო ნინო, როდესაც ოფიციალურად გაცხადდა, რომ თქვენ მიიღებთ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაშინ პრემიერმა თქვა, რომ თქვენ გაცილებით მეტი შანსი გაქვთ ვიდრე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს. ეს თქვენთვის კომპლიმენტია თუ? არა, მე არ ვთვლი, რომ ეს კომპლიმენტია, ან საერთოდ არ ვთვლი, რომ კარგია, რომ დღეს შეიძლება ასე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროა და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მძიმე შეცდომა ქართული ოცნების ის, რომ დღეს საერთოდ ნაციონალურ მოძრაობაზე ჩვენ ვლაპარაკობთ როგორც სერიოზულ პოლიტიკურ სუბიექტზე. ეს რეალობაა სხვათა შორის ნამდვილად, მაგრამ ეს რეალობა მოიტანა იმ ჩემის აზრით ძალიან გაუბედავმა პოლიტიკამ, რომელიც აწარმოა ქართულმა ოცნებამ 1 ოქტომბრიდან დღემდე. ეხლა თქვენ შანსებზე ვსაუბრობთ, ხალხო ნინო, მე მახსოვდება კითხვები და მივალ არა, მინდა რომ უპასუხოთ. და მიმაჩნია, რომ ეს ცუდია ქვეყნისთვის, როდესაც დღეს ნაციონალურ მოძრაობაზე მით უფრო პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს როგორც ესე ვთქვათ სერიოზულ პოლიტიკურ კონკურენტზე, იმიტომ რომ ეს უბრალოდ დამნაშავე ორგანიზაცია, რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. რაც შეეხება ჩემთან დაკავშირებით, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი თხოვნა იქნება პრემიერ-მინისტრისადმი, რომ ამ ტიპის განცხადებები საერთოდ მისი მხრიდან გაკეთდეს ნაკლები, არა მარტო ჩემთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ყველა საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებაში, იმიტომ რომ ფაქტია, რა თქმა უნდა, და ეს დამსახურებულია სრულად. შეკითხვა დაუსვეს თქვენი კანდიდატურის დასახელების შემდეგ. შეიძლება უპასუხო, შეიძლება არ უპასუხო, ხო? ეს ელემენტარული პოლიტიკური ტექნოლოგიაა. პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აქვს ძალიან სერიოზული ავტორიტეტი, სრულად დამსახურებული თავისი ცხოვრებით, თავისი ქველმოქმედებით, იგივე 1 ოქტომბრით. ამიტომ იმის
იმისათვის, რომ არჩევნები იყოს მართლაც მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი, რაც ნაკლებად გააკეთებს პრემიერ-მინისტრი ისეთი ტიპის განცხადებებს, რომ აი მეორე ტური იქნება თუ არ იქნება ამ კანდიდატს შანსი. შუალედური არჩევნები საერთოდ არც ერთ ოლქში არ გამოჩენილა პრემიერ-მინისტრი ქალბატონ ნინო. თქვენ შანსებს როგორ აფასებთ? გიორგი მარგველაშვილი მოიაზრებოდა თქვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად თუ თანამოაზრეთ, აი რა სტატუსი ჰქონდა, შეგიძლიათ თქვა და რა საერთო ჰქონდათ მაშინ და ეხლა რა განსხვავებული? გიორგი მარგველაშვილი იყო ჩვენი თანამოაზრე და თანამებრძოლი და ჩვენ მეგობრობდით. მე ეხლაც წარსულში ამბობთ ამას? ერთი წამით ეს აქტიური ფაზა ჩვენი მეგობრობის, როცა ჩვენ ხვდებოდით ერთმანეთს, ხშირი კონტაქტი გვქონდა, ვთქვათ, დავიხილავდით ძალიან ბევრ საკითხებს. ესე ვთქვათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესე ვთქვათ, შედარებით პასიურ ფორმაში გადავიდა. მე ნამდვილად ძალიან კეთილგანწყობილი ვარ პიროვნულად გიორგი მარგველაშვილის მიმართ, მას ნამდვილად ადამიანურად ძალიან ვაფასებ და ნამდვილად არ ვთვლი რომ ახლა ჩვენი თანამოაზრეები შეგიძლიათ დაგვისახელოთ ვთქვათ თუნდაც სამი რაღაც მთავარი თემა პრაქტიკულად ყველაფერში ის იყო თანადამფუძნებელი დემოკრატიული განვითარების ფონდის და შემდეგ ძალიან აქტიურად იყო ჩართული ჩვენი პარტიის დაფუძნებაში ის ზუსტად ისევე აფასებდა ესე ვთქვათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს როგორც ჩვენ რაც შეეხება ჩემს შანსებს მე პირდაპირ შემიძლია დიანა გითხრათ რომ მე ძალიან ესე ვთქვათ მაღალი ძალიან სერიოზულად ვაფასებ შანსებს რომელიც მე მაქვს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი რაც მე მინდა და მჭირდება იმისათვის რომ მოვიპოვო გამარჯვება ეს არის თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო გარეშე. და ერთი შეკითხვა მაქვს და შემდეგ კოლეგებს დაუთმობ უკაცრავად მაშინ როდესაც უпроსტად თქვენ სანამ თავად წარადგენდით საკუთარ კანდიდატურას იყო სახალხო კრების განცხადება. ჩემი კანდიდატურა არ წარმიდგენია თავად. არა სახალხო კრებამ თქვა რომ ის თქვენ მოგიწოდებთ რომ იყოთ საპრეზიდენტო კანდიდატი და შემდეგ თქვენ გაუკეთეთ საკუთარ თავს წარდგენა პრესკონფერენციაზე რომ მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში და დაახასიათეთ საკუთარი თავიც. მე ხავ საუბრობ სახალხო კრების განცხადებაზე. ნონა გაფრინდაშვილმა თქვა რომ მარგველაშვილი და ბურჯანიძე ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. არავინ იფიქროს რომ ოპოზიციაში ვართ. პირიქით ბატონმა ბიძინამ განაცხადა რომ კრიტიკა სჭირდება, მაგრამ თუ ქალბატონი ნინო ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება, პირველი მე ვიქნები, ვინც მის წინააღმდეგ გამოვა. აბა ვის უნდა დაუპირისპირდეთ საპრეზიდენტო კამპანიაში თუ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას კოალიციას ყავს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი. თქვენ არ ხართ მათ წინააღმდეგ არ გამოდიხართ ავტომატურად რამდენიმე შეკითხვა არის და მაშინ საპრეზიდენტო კამპანია იქნება. არა, ერთადერთი შეკითხვა მაქვს. არა, ერთადერთი შეკითხვა დიანა, რას თქვენ ბრძანეთ, იქ რამდენიმე საკითხია. მე ხავ გიპასუხებთ მოკლედ. პირველი რაც შეეხება წარდგენას, მე ძალიან ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ იმით, რომ სახალხო კრებამ და ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა და სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ წარმადგინა და ძალიან ზუსტი დახასიათება სწორედ სახალხო კრებამ გააკეთა თავის განცხადებაში, თუ რატომ წარადგინეს მათ ჩემი კანდიდატურა და როგორი პრეზიდენტი წარმოუდგენიათ. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ჩემი თავის წარდგენას, მე ჩემი თავი კი არ წარმოვადგინე, მე წარმოვადგინე ჩემი ხედვა, როგორი უნდა იყოს ჩემის აზრით საქართველოს მომავალი პრეზიდენტი და როგორი პრეზიდენტი ჭირდება ქვეყანას. ჩათვლის თუ არა ერთი წამით, ჩათვლის თუ არა ჩემ თავზე არ ვსაუბრობდი, მე ვამბობდი რომ ასეთი უნდა იყოს პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ირიბათ ახლა, როდესაც შენ ამბობ რომ ასეთი უნდა იყოს პრეზიდენტი და შენ თავს ესე ვთქვათ აყენებ ამ კანდიდატად, რა თქმა უნდა ეს ირიბათ ნიშნავს რომ ასეთად მიგაჩნია შენი თავი, მაგრამ თვლის თუ არა საქართველოს მოსახლეობა რომ ბურჯანაძე არის კომპეტენტური, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე, გამოცდილი და ის ადამიანი, ვისაც მართლა უყვარს ეს ქვეყანა და არა მარტო უყვარს სიტყვებით, არამედ შეუძლია საქმითაც წაადგეს, ეს გამოჩნდება უკვე საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რაც შეეხება ქალბატონ ნონას ამ ფრაზას, სხვათა შორის ქალბატონმა ნონამ წინა კვირას ის იძულებული გახდა გაეკეთებინა განმარტება ამისათვის, იმიტომ რომ არასრულყოფილია ის ციტატა, რომელიც თქვენ სწორად მოიყვანეთ, მაგრამ უბრალოდ იმ გაზეთში არასწორად მოყვანილი, ქალბატონი ნონა ამბობს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ ქართული ოცნების ოპოზიცია, ახლა განმარტავ რატომ საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს ოპოზიციაში და თუ ქალბატონი ნინო რომ მოხდეს ისე რომ ქალბატონი ნინო დაუპირისპირდეს ბატონ ბიძინას სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, მე მას დაუპირისპირდები, რაშიც მას აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ დაპირისპირება არის სხვადასხვაგვარი. რა თქმა უნდა, ახლა რაც შეეხება გამარჯვების შემთხვევაზეა საუბარი. დიახ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება თავად დაპირისპირებას, მე პირდაპირ გეტყვით, დიანა, მე ნამდვილად არ ვაპირებ დაუპირისპირდე ბიძინა ივანიშვილს და ნამდვილად არ ვაპირებ ვიყო ქართული ერთი წამით და გიორგი მარგველაშვილი ამ შემთხვევაში საპრეზიდენტო კანდიდატი არის არა იმდენად გიორგი მარგველაშვილი
მარგველაშვილი, არამედ ადამიანი, რომელსაც ასახელებს ბიძინა ივანიშვილი. სხვათა შორის თავად ბატონმა მარგველაშვილმა თქვა, მან როცა ილაპარაკა, ასე ვთქვათ, მოცნების საპრეზიდენტო კანდიდატზე, ილაპარაკა იმაზე, რომ მას აქვს უპირატესობა, იმიტომ რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის დასახელებული. რაც შეეხება პრეზიდენტს, მე მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა პრეზიდენტი არ უნდა იყოს ოპოზიციაში მართველ ძალასთან, რომელიც აირჩია საქართველოს მოსახლეობამ. ის რომ მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ის 1 ოქტომბრის შემდეგ გადავიდა ოპოზიციაში, ეს იყო ნონსენსი და მისთვის ყველაზე გამანადგურებელი შეცდომა, იმიტომ რომ პრეზიდენტი შეიძლება იყოს იმ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი, რომელმაც წააგო არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტი არ შეიძლება საკუთარ ხალხთან, საკუთარი ხალხის არჩევანთან და საკუთარ მთავრობასთან იყოს ოპოზიციაში. ამიტომ მე ვიდრე მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ რჩება ხელისუფლებაში, მე და ჩვენი პოლიტიკური ძალა, ჩვენ ვართ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიცია, რაც შეეხება ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ვართ ოპონენტები, რომლებიც ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას ქართულმა ოცნებამ და ესე ვთქვათ, ქართული ოცნების მთავრობამ, აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ ოპონენტები და მათ ვაძლევთ რჩევებს და ვაკრიტიკებთ კონსტრუქციულად და სამართლიანად და ობიექტურად იქ სადაც არის გასაკრიტიკებელი და რა თქმა უნდა ამავდროულად ვარ და ვიქნები ყოველთვის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც თუ საჭიროდ ჩათვლის არ შეუშინდება ქართული ოცნების პირდაპირ მხარდაჭერას, მაგრამ თუ მე ჩავთვლი რომ ქართული ოცნების პოზიცია ამ ეტაპზე არის არასწორი, აუცილებლად ვიტყვი, მაგრამ არა მტრულად, არამედ ესე ვთქვათ, კონსტრუქციულად და შევთავაზებ იმ გზას, რომელიც არის სწორი ქვეყნის ხატიაშვილი და შემდეგ. სწორედ დასაუბარია იმაზე, რომ დაპირისპირება იქნება თუ არა თქვენი გამარჯვების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილთან, რამდენადაც ცნობილია. ეხლა მაინტერესებს მაგალითი კონკრეტული მაგალითი რა ვიყოთ, რამდენადაც ცნობილია თქვენ აქტიურად ემხრობით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. და რამდენადაც ცნობილია ბიძინა ივანიშვილს ესეთი პოზიცია არ აქვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობთ. შესაბამისად, თქვენი გამარჯვების შემთხვევაში დაუშვათ ესე რომ მოხდეს, რამდენად დააყენებთ ამ საკითხს და ხო არ იქნება ეს დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილი? არა, არ მგონია რომ ეს დაპირისპირების საგანი იყოს, იმიტომ რომ ეს არის საგანი თემა, რომელზეც მსჯელობა უნდა გაიმართოს, ამაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერც პრეზიდენტი მიიღებს და ვერც პრემიერ-მინისტრი. სხვათა შორის მე არ მგონია ხა ქალბატონი მანა კობახიძე არის ვიცე-სპიკერი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და მან თავად გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ემხრობა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ასე რომ ძალიან ბევრი ადამიანი ასე იქნება. არჩევანი განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ასე იქნება. ეს უნდა მოიტანოს დრო. გაიმარჯვებთ ამ არჩევნებში, უკვე სხვა წონა ექნება თქვენს განცხადებას. რა თქმა უნდა, მაგრამ არგუმენტები მაშინაც საჭირო იქნება და მხარდაჭერა, იმიტომ პრეზიდენტი ხა ბუნებრივია, იმიტომ რომ ერთ დილით გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ პარლამენტი დაითხოვოს, ბუნებრივია ესე პარლამენტს ვერ დაითხოვს არსებობს მეთქადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მე არა მარტო ვემხრობი, დიანა, მე ვთვლი, რომ ეს არის ხალხის მოთხოვნაც, იმიტომ რომ დღეს 40% მოსახლეობის ნამდვილად არ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას, ისევე როგორც 40% მოსახლეობის არ უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას უკვე 1 ოქტომბერს და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ქართულმა ოცნებამ თვალი დახუჭა ამაზე და არ დაიცვა ბოლომდე ყველა ის ხმა, რომელიც მან მიიღო. მე წეხან ერთი რამე ვახსენე, უბრალოდ თქვენის ნებართვით ამ ფრაზას ვიტყვი. როცა წეხან მე ვთქვი, რომ ნაციონალური მოძრაობა არანაირი ოპოზიცია არ არის. და ნაციონალურმა მოძრაობამ მოირგო ოპოზიციის მანტია ძალიან კარგად, სწორედ იმიტომ, რომ მე მთელ მსოფლიოში ეყვირა, რომ მე ოპოზიცია ვარ და მჩაგრავენო და რეალური საქმეები, რომელიც მათ წინააღმდეგ შეიძლება აღიძრას, გადაეფარა ამ ყვირილით. კი არ მოირგო ქალბატონ ნინო, დე ფაქტო ის არის საპარლამენტო 40%-ის მქონე, 40-13 ადგილის მქონე. დაგისვამ შეკითხვა. მომიყვანეთ ერთი მაგალითი, ხა კეთი საკმაოდ გამოცდილი ჟურნალისტები ხართ, სულ ყველას დიანას და თითოეული თქვენგანიც. ერთი მაგალითი მომიყვანეთ მსოფლიოში, სადაც ოპოზიცია ქვია პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ყავს პრეზიდენტი, რომელსაც ყავს ხდება ხოლმე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც ყავს საკონსტიტუციო ყველგან ესია ევროპაში და დასავლეთში, ამერიკაში ოპოზიცია ქვია პოლიტიკურ ძალას, რომლის ხელმძღვანელიც არის პრეზიდენტი. დასაბოლოო ბატონო, როგორ გეკადრება? ეს არის ტიპიური კოჰაბიტაცია, ორჯერ იყო უკაცრავად საფრანგეთში კოჰაბიტაცია რომ იყო, ეს არ იყო კოჰაბიტაცია გამარჯვებულ ძალასა და დამნაშავე რეჟიმს შორის. საფრანგეთში კოჰაბიტაცია არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. პოლიტიკური შეფასება, სამართლებრივად ასეთი შეფასება არ არსებობს. დამასრულებინეთ, რომ საზოგადოებამ შეიძლება ვიღაც გეთანხმებოდეთ, ვიღაც არა. ავიგე რომ ვინმე რომ დამეთანხმოს, უნდა დამასრულებინოთ აზრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ეს ჩემი შეფასება კი არ არის. ეს არის კლასიკური ორხელისუფლებიანობა. თქვენ არ დაგავიწყდეთ პატივცემულო ჟურნალისტებო, რომ მე არა მარტო პოლიტიკოსი ვარ, მე
იურისტი ვარ და თან პლუს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. ეს არის კლასიკური ორხელისუფლებიანობა, როდესაც ხელისუფლების ერთი ნაწილი არის პრემიერ-მინისტრის და საპარლამენტო უმრავლესობის ხელში, ხოლო ხელისუფლების მეორე ნაწილი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ეროვნული ბანკი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არის და პრეზიდენტი. თქვენი როგორ წარმოგიდგენიათ? შეიძლება ერთი წამით ჯაბა გამოიძიო საქმეები და სისხლის სამართლებრივი საქმეები გვაჩვენებს ვინ უნდა გავყაროთ, ვინ უნდა დავტოვოთ, ვინ უნდა დავიჭიროთ და ვინ უნდა დავტოვოთ თავისუფლებაზე. აი ეს არის ის, რასაც ქვია ჯანსაღი კოჰაბიტაცია, თუ მაინდა-მაინც კოჰაბიტაცია ამოვიკვიატეთ. და ეს არის ის, რასაც ნებისმიერი დასავლური ცივილიზებული სამყარო აკეთებს, როცა პრეზიდენტიც მიყავს დაკითხვაზე, როცა საჭიროა, პრემიერ-მინისტრიც მიყავთ, პარლამენტის თავმჯდომარეც მიყავთ, ყოფილებიც მიყავთ. და მოქმედებით რა ფაქტებს გულისხმობთ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობაზე ამბობთ, რომ არის დამნაშავე რეჟიმი. აი, რას გულისხმობთ? აი, რა პერიოდში მაგას ახსნათ უჭირდება 10000-ობით ადამიანი, რომელსაც ქონება წაართვეს, 10000-ობით ადამიანი, რომელიც უკანონოდ იჯდა ციხეში, 100-ობით პოლიტპატიმარი, რომელიც უკანონოდ იჯდა, დარბეული მიტინგები, დაღუპული ხალხი ამ მიტინგებზე, პარტიელობები სამართლდეს თქვენ ფიქრობთ? პარტიელობა გასამართლდეს და რამე ფორმებზე ამბობდით? მაშინდელიც უნდა გამოვიდეთ, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ასეთი მასშტაბები, არ იყო ნამდვილად ესეთი მასშტაბები, მაგრამ რაც იყო, ისიც გამოსაძიებელია, პირდაპირ შემიძლია გახადოთ. ხოთა შეიძლება მე შეგახსენებთ, არავინ ამას არ ამბობს. აი მე როცა ვიყავი ხელისუფლებაში, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც ხელი მოვაწერე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ განკარგულებას, რომ გამოძიებული ყოფილიყო 2007 წლის 7 ნოემბერი. მაგრამ არავინ ეს არ გამოიძია და სხვათა შორის არც წინა პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვალდებული იყო. ჩემი ხელმოწერილი დოკუმენტი ამოიღეთ პარლამენტის არქივში არსებობს. არც მეორე დაკავშირებით ასევე ძალიან საინტერესოა თქვენი გამოსვლა 9 ნოემბრის პარლამენტში, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში. ამაზე პოლიტიკური გამოსვლა და არა სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მომავალზე საუბარი ჯერ დავსვათ შეკითხვებით და შემდეგ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ხო? ახლა როდესაც თქვენ აბარებთ სამართლებრივი პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ ნაციონალური მოძრაობის. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ერთი. მცირე ფრაგმენტს წავიკითხავ და შემდეგ გავაგრძელოთ. ეს იყო მცდელობა ცალკეული ძალების მხრიდან ქვეყნის დაშანტაჟების, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჩარეული პროცესებში. მე იშვიათად ვამბობ დიალოგზე უარს, მაგრამ ამ პოლიტიკოსებთან დიალოგს ვერ გავმართავ. იმ ადამიანებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ვინც ხილებულნი არიან კონკრეტულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ოპოზიციის ლიდერებზე საუბრობდით. ვინც ის რა დუღდა იმ სპეცრაზმელების გულში, მაგრამ მათ შეძლეს პირველად საკუთარი სიმძიმის განცდაზე მაღლა დაეყენებინათ ქვეყნის ინტერესი. დიახ, ქვეყანამ გაიმარჯვა, თქვენ საუბრობდით 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, რომელიც არ იყო თავისი მასშტაბებით ნაკლები, ვიდრე ეს იყო 26 მაისს, უბრალოდ მსხვერპლი იყო 26 მაისს. ძალიან პრინციპული სხვაობაა. ერთი წამით. აფრაზეს დავამატებ, რაც თქვენ აი ამ გამოსვლაში რაც ახსენეთ. კარგად ახსოვს საზოგადოებას, იმდენჯერ გაახსენა ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ფრაზები. რაც შეეხება ეს არის ის გამოსვლა, რომლის გახსენებად დღეს თქვენ არ გინდათ ან არ გსიამოვნებთ. რა თქმა უნდა. ეს იყო ძალიან მძიმე გამოსვლა ჩემთვის. ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა, მე რო ყოფილიყავი ადამიანი, რომელიც ფიქრობს თავის პოლიტიკურ რეიტინგზე და ქულებზე, მაგ გამოსვლაში მაგას კი არ ვიტყოდი, რაც თქვი, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ რა კარგი გოგოა, რომ გავაღე პარლამენტის კარები, შეუშვი ხალხი მაშინ, როდესაც ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პარლამენტარიზმის კი არა, საერთოდ მსოფლიო მიტინგების ისტორიაში, როდესაც ხელისუფლების უმაღლესმა პირმა სტრატეგიული ობიექტის კარები გავაღე და აბსოლუტურად არაკონტროლირებადი მასა შეუშვი შიგნით, მაგრამ მე ამის თაობაზე არაფერი არ მithქვამს. არა მარტო მაგ გამოსვლაში დიანა, არამედ ვიდრე არ დაწყნარდა პოლიტიკური სიტუაცია კარგა ხნის განმავლობაში, დიდი მადლობა ბატონ ლევან ბერძენიშვილს, რომელიც ერთადერთი იყო მაშინ, ვინც ეს მაშინ აღნიშნა და გაიხსენა, თუმცა მე ამას პოლიტიკოსები როგორც წესი აღარ იხსენებდნენ, ეს იყო ძალიან მძიმე გამოსვლა პოლიტიკურად. მე რომ მეფიქრა მარტო ჩემს რეიტინგზე, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ასევე რა თქმა უნდა, სპეცრაზმელები ზუსტად იგივენაირად იქცეოდნენ 26 მაისს. არა, არ იქცეოდნენ ზუსტად იგივენაირად, უკაცრავად ზუსტად იგივენაირად რომ მოქცეულიყო
იყვნენ, მაშინ მსხვერპლი იქნებოდა ისევე როგორც იყო 26 მაისს, მსხვერპლი რომ არ იყო, ეს იყო პირადად ჩემი დამსახურება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ და სხვათა შორის ასევე შემიძლია გითხრათ, რაც აქამდე არ მithქვამს. ეს გამოსვლა მნიშვნელოვანწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ შეიძლება თქვენ ეს არ იცით, მაგრამ პრინციპში მე მგონი უნდა იცოდეთ. 8 ნოემბერს უკვე სპეცნაზში იყო ძალიან დიდი დუღილი, როდესაც პრაქტიკულად სპეცნაზი დაუმორჩილებლობას აცხადებდა, როდესაც დილის 9 საათზე სააკაშვილი მივარდა სპეცნაზთან და სათითაოდ ეხვეწებოდა ჯარისკაცებს, რომ ქვეყანა დაგვექცევა თავზე და სხვანაბიჯი არ გადადგათ, ხო? ანუ ბეწვზე ეკიდა საერთოდ ქვეყნის რას აპირებდნენ სპეცრაზმელები? რეალური იყო დაპირისპირება ჯარშიც, სპეცნაზშიც და ეს შეიძლებოდა სამოქალაქო ომში გადაზრდილიყო. ეს არის ის რეალობა, რომელიც სხვათა შორის თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ და რომელმაც შემდეგ განაპირობა ის, რომ ძირითადი შემადგენლობა იმ სპეცდანიშნულების რაზმის, რომელიც 7 ნოემბერს იყო გამოყენებული, შემდეგ დაშლილი იქნა და უკვე მერე დაიწყეს იმ ზონდერების აყვანა, რომელმაც ხალხის მსხვერპლამდე მიგვიყვანა. განსხვავებულ პოლიტიკურ და მორალურ პასუხისგებლობას თუ გრძნობთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით, რადგან გარედან სცენარი ძალიან გავდა ერთმანეთს ხელისუფლების რიტორიკა, რომ ეს არის სახელმწიფო გადატრიალება ორივე შემთხვევაში და ორივე შემთხვევაში საუბარი იყო რუსულ კვალზე. ერთ შემთხვევაში ხელისუფლებაში იყავით, მეორე შემთხვევაში სპეცრაზმელების პირისპირ ვისაც მაშინ ერთ გადაცემაში, რომ ძალიან საინტერესოა, რომ მაინც ახლა მოქმედებს ხო ეს ვთქვათ რიტორიკაც და ეს პიარიც, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო მიმართული, მაშინაც კი როცა ხელისუფლებაში ვიყავი და მერე როცა წამოვედი მით უმეტეს ძალიან საინტერესოა რომ ორივე შემთხვევაში 7 ნოემბერსაც და 26 მაისსაც კითხვას სვამენ ბურჯანაძის პასუხისმგებლობას. ესე იგი არ აქვს მნიშვნელობა ბურჯანაძე ოპოზიციაში იქნება თუ ხელისუფლებაში იქნება, მაინც ბურჯანაძე არის დამნაშავე. არასოდეს არავის არ დაუსვამს პასუხისმგებლობის საკითხი იგივე 7 ნოემბრის ორგანიზატორების მიმართ. ხო, ეხლა ესე მარტივად არ არის რომ იქაც ძალიან გაცილებით უფრო სერიოზული გაცილებით მეტი ხალხი იყო, მეტი ლიდერი იყო. აქ თავიდან ბოლომდე თქვენს პასუხისმგებლობა იყო პროცესი ქალბატონო ნინო. შეწამი, რატო იყო განსხვავება? იმიტომ იყო რომ 7 ერთ ფაქტს ვიტყვი და თუ შეგიძლიათ მაშინ ან უარყავით ან დაადასტურეთ. 7 ნოემბრის აქციები როდესაც იმართებოდა, სპეცრაზმს არ უთქვავს, რომ აი ამ ხალხიდან გამოიტანეს რაღაცა ასაფეთქებელი ნივთიერებები. როდესაც 26 მაისის აქციები იმართებოდა, გაკეთდა არაერთი განცხადება ეს სპეცრაზმელების მხრიდან, რომ გამოიტანეს ყუთობით ეს რაღაცა კოქტეილი. ნახეთ მე ეს ახლა რას იმედი? არა, მე არ მიყავ. იმედიდან გაიტანეს, მაგრამ ატომური იარაღი გამოიტანეს. ეხლა როგორ გეკადრებათ? ეხლა რას ლაპარაკობდა? ერთი წამით რა. ერთი წამით. თქვენ აღარ გქონდათ უფლება იქ ერთი წამით რა. თუ არ ვაცალეთ ერთმანეთს საუბარი, მე გეტყვით რომ უბრალოდ ჩვენი მსმენელი ვერ გაიგებს. ჩვენ კი გვესმის ერთმანეთს რას ველაპარაკებით, მაგრამ ეთერში ისმის ყველას ხმა ერთად და ვეღარ იგებენ. ეხლა რაც შეეხება ქალბატონ რუსუდანის ნათქვამს, ეხლა თუ ჩვენ დაუჯერებთ ოფიციალურ ესე ვთქვათ განცხადებებს, მოლოტოვის კოქტეილები ხედავთ ხო თურქეთში რა ხდება? ჩანს მოლოტოვის კოქტეილს როცა ისვრიან. თქვენ მსგავსი კადრი ოდნავ ესე იგი განათებული და მოლოტოვის კოქტეილის ნასროლი ან შეიარაღება გატანილი საიდანმე ნახეთ? მე 2009 წელს, როდესაც ჩვენი ერთი წამით არ უთქვამთ, დახვეწეს მეთოდები, მე რა 2009 წელს თქვეს, როდესაც ჩემი თანაპარტიელები დაიჭირეს ბურჯანაძის პარტიის წევრის აბაზანებშიო, ვიპოვეთ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებიო, მაგრამ ვინმე ნახა ესა? 6 თვეში გამოუშვეს ეს ხალხი. თუ ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები იპოვეს ესე ვთქვათ ადამიანის აბაზანაში, ის 6 თვეში კი არ უნდა გამოეშვათ, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯათ. ეხლა პოლიტექნოლოგიები თქვენ ყველა ჟურნალისტები, ბრძანდებით და პროფესიონალები ძალიან კარგად იცით, როგორ იყენებდა ამას ნაციონალური მოძრაობა. 26 მაისს ისევე როგორც არც 7 ნოემბერს არ ყოფილა არც შეიარაღება, არც მოლოტოვის კოქტეილები. განსხვავება ის იყო, რომ 26 მაისს ხელისუფლებაში აღარ იყო ნინო ბურჯანაძე, რომელიც არ დაუშვებდა იმას, რომ ჩაეკეტათ ყველა მხრიდან გასასვლელები, არ დაუშვებდა იმას, რომ მსხვერპლი ყოფილიყო და ამის აღარ ეშინოდა უკვე მიხეილ სააკაშვილს. ეს იყო განსხვავება. რატომ არ გაუწეხით აი ამ ხალხს, რომ ეს წრე გაგერღვიათ ყველა მხრიდან, როდესაც ჩაკეტეს? თქვენ იყავით ლიდერები და ზუსტად შევეცადეთ, რომ წრე გაგვერღვიათ. თქვენ იყავით ლიდერები, რომლებსაც შეგეძლოთ, რომ ეს ყველაფერი თავიდან აგეცილებინათ მსხვერპლი. ზუსტად წინ გავუძახით. და ზუსტად ჩვენმა ბიჭებმა, რომლებიც მე მახდნენ, მათ შეძლეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გაენთავისუფლებინათ მეტნაკლებად გზა, ეს შეგიძლიათ ძალიან კარგად ნახოთ კადრებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი იქნებოდა 10-ჯერ მეტი. და სწორედ ამიტომ იყო ჯაბა იქ იყო სხვათა შორის და ამას ყველაფერს ძალიან კარგად ხედავდა. სწორედ ამიტომ იყო რომ სიკვდილამდე სცემეს ჩემი დაცვის თანამშრომლები, სიკვდილამდე სცემეს ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ და ძირითადად როცა ურტყამდნენ, ეძახდნენ რომ რატომ გაარღვიეთ რკალი,
რატომ გახვედით, ბურჯანაძე იქ უნდა მომკვდარიყო ან დაინვალიდებულიყო და იქ ხალხი უნდა დახოცილიყო. ეს იყო საშუალება უკაცრავად და შემდეგ კეთი აუცილებლად. მე მგონი ძალიან ბევრი იყო საუბარი ამ თემაზე და მე მაინც მომავლის საკითხებს უნდა შევეხო. კარგია, თორე არ მოწყინდათ ერთი და იგივეზე საუბარი მუდმივად. მე მაინტერესებს ხალბატონ ნინო ერთი რამ თქვენ ბძანეთ რომ პრეზიდენტობას აპირებთ ხალბატონ ნინო და ამიტომ რა შეკითხვაც არსებობს წარსულში ყველაფერს ერთი წამი ჯაბას ვაცალოთ, მაგრამ არ შეიძლება ერთი და იგივე შეკითხვა 100.000 ჯერ დაისვას და 100.000 ჯერ ერთი და იგივე პასუხი გაეცეს. მე პრობლემა არ მაქვს შეკითხვების თქვენ სხვა ფორმატში ყოფილ ხართ ჩემი სტუმარი და წარსულზე ნაკლებად გვისაუბრე უბრალოდ ეს სულ სხვა ტიპის ფორმატია. ძირითადად წარსულზე ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ მე მგონია ერთი რამე წარსულზე პრაქტიკულად ყველა შეკითხვა გაცემულია. თუ არის კიდევ რაიმე ისეთი შეკითხვა, რომელზეც პასუხი გაცემული არ არის, მე ნამდვილად მზადა ვარ გავცე პასუხი, მაგრამ ჩემთვის მე მგონი, მე ესე წარმომიდგენია, რომ მე ესე ვფიქრობ, ჩემთვის კი არა. საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო საინტერესოა ის, როგორ ხედავთ ჩვენ მომავალს, ამიტომ ჯაბას ალბათ საინტერესო შეკითხვები ექნება. რაც არ უნდა დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, როგორ გონია თქვენ მხოლოდ თქვენი პარტიით, ან თუნდაც სახალხო კრების მხარდაჭერით, თუ კი არ მოხდა რაც კონსოლიდაცია თქვენს გარშემო არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების, ამდენად გაქვთ შანსი, რომ მიაღწიოთ წარმატებას ამ არჩევნებში და მე მაინტერესებს კიდევ ერთი რამ, თქვენ ამდენჯერმე აღნიშნეთ ხაზგასმით, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა საქართველოში და ხომ არ არის თქვენი მიზანიც ის ყოველ შემთხვევაში პროგრამა მინიმუმი მაინც რომ თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილის დაფიქსირებით დაფიქსირდეთ ქვეყანაში როგორც მეორე პოლიტიკური ცენტრი ეს რამდენად მისაღებია არავითარ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით ჩემს ასე ვთქვათ პრინციპებში არ შედის მეორე ადგილისთვის ბრძოლა ნამდვილად იმიტომ რომ მე ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი მე ძალიან კარგად ვიცი რა შემიძლია გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის მე ზუსტად ვიცი რა ჭირდება ჩემს სამშობლოს და ჩვენ სამშობლოს ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო ზუსტად ვიცი როგორ უნდა მოვიქცე როგორ უნდა ვილაპარაკო და რა ნაბიჯები გადავდგა იმისათვის რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები რომელიც ჩემი ქვეყნისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მართლაც დაწყებული თუნდაც სხვა შორის მე მგონი ქეთი მახსენა გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდგომარეობა ქვეყნის რომელზეც პრაქტიკულად ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ მე მახსოვს ჩვენ 95-97-98 წლებში ამაზე ესე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქვეყნის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდგომარეობა ბოლო პერიოდში ჩვენ ამაზე პრაქტიკულად აღარ ვლაპარაკობთ იმიტომ რომ ჩვენი სამშობლო გადაიქცა სწორედაც რომ საერთაშორისო სამართლის სუბიექტიდან საერთაშორისო სამართლის ობიექტად ანუ ჩვენ კი არ ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს რა ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია ჩვენ კი არა ვართ მოთამაშეები ჩვენ კი არა ვართ აქტორები და აქტიური ასე ვთქვათ სახელმწიფო რომელიც მართალია ხა ამ დონეზე რაც ამ რეგიონს ეხება მაგრამ იღებს გადაწყვეტილებების მიღებაში და პროცესებს გარკვეულწილად ბიძგს აძლევს და წარმართავს არამედ ჩვენ პრაქტიკულად ვართ პასიური მიმღები დახმარების რა დახმარებასაც ჩვენ გადმოგვიგზავნიან ჩვენ ვართ პასიური მიმღებები იმისა რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გაიღებს და რეალურად საქართველოს უკვე ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში რეალური მოთამაშე აღარ არის ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი რაც განაპირობებს იმას რომ დიახ ჩვენ ძალიან რთულად მაგრამ შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების დაწყებას და საბოლოო ჯამში გამოვალთ იმ ჩიხიდან რომელშიც ვართ ეს დარეგულირება ნიშნავს იმასაც რომ ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ აფხაზებთან და ოსებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას და ამის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ ზემოქმედების მოხდენას რომ რუსეთმა შეიცვალოს თავისი პოზიცია დიახ ძალიან ბევრი რამ არის იგივე გასაკეთებელი ეკონომიკური თვალსაზრისით და ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი რაც მე ზუსტად ვიცი როგორ შეიძლება გაკეთდეს ვისთან ერთად იყო შეკითხვა რომ უკაცრავად სარეკლამო პაუზის დროა და ძალიან მოკლედ გეტყვით როცა იქნება საპრეზიდენტო მოდი ჯაბას უპასუხოთ ახლა ვისთან ერთად ხოლმე სახალხო კრების და ჯაბას კითხვას რაც შეეხება ჯაბას კითხვას შემიძლია გითხრათ რომ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ეს კონსულტაციების რეჟიმი ნამდვილად მიმდინარეობს ნუ ხა ცალ-ცალკე არ ჩამოვთვლი უბრალოდ არ ვფიქრობ რომ ხა ამ ეტაპზე ეს საჭიროა ჩვენ გავაგრძელებთ ამ კონსულტაციებს პრაქტიკულად ბოლომდე თუ ხა უფრო ადრე არ მოხერხდა გარკვეული შეთანხმება ბოლო ეტაპამდე მაგრამ ერთ რამეს გეტყვით რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჯაბა რომ შედგეს გარკვეული ერთობა ოპოზიციური პარტიებისა ეს ნამდვილად სასურველია
მაგრამ უმთავრესი პრიორიტეტი და ამაში ნამდვილად ამეთანხმება ყველა პოლიტიკოსი, უმთავრესი პრიორიტეტი არის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რამდენად რეალისტურია ის განცხადებები და ის, ესე ვთქვათ, განზრახულობები, რასაც მე ვლაპარაკობ როგორც წინა საარჩევნო კამპანიას და თავარი მაინც იქნება, სასურველია რომ მე შევძლო ოპოზიციის დარწმუნება იმაში, რომ მათ ხარი დამიჭირონ, მაგრამ უმთავრესი არ მიწყენენ ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები, რა თქმა უნდა იქნება, რომ ან მარტო ან სხვებთან ერთად მე შევძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთი სარეკლამო პაუზა გვაქვს და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. დავბრუნდით ჩვენ პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმარია შეგახსენებთ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანიძე. ქალბატონ ნინო, მე მინდა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია პრინციპში ცნობილია, მაგრამ რამდენიმე შეკითხვა დაგვრჩა. ეს გარკვეულწილად იყო მაინც პოლიტიკურ სპექტრში რაღაც გადაწყობისთვის წინაპირობა ამ მოვლენების შეფასება 26 მაისის მილოცვაშიც პრემიერმა სექსუალური უმცირესობების შესახებ ბევრი ისაუბრა. თქვენ როდესაც დაასახელეთ, ასე ვთქვათ, თქვენი თავი კანდიდატად იმ პრესკონფერენციას გულისხმობ, იქ თქვით, რომ გინდათ გეი აღლუმები ტარდებოდეთ საქართველოში, ანუ თქვენი უპირატესობა წარმოაჩინეთ, რომ რა თქვენი პრეზიდენტობის შემთხვევაში საქართველოში გეი აღლუმები არ ჩატარდება, თუ რისი თქმა გინდოდათ და ეს მოვლენები კიდევ ერთხელ რომ შევაფასოთ. ხელისუფლებაში გეი აღლუმი არ ტარდებოდა. და არა იმიტომ, რომ საქართველოში მაშინ არ იყვნენ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები. ეს არ იყო 17 მაისს გეი აღლუმი არ ტარდებოდა ქვეყანაში. ეს პრინციპული მნიშვნელობა. არა, პრინციპული აქვს ქალბატონ ნინო. თქვენ გინდათ, რომ საქართველოში გეი აღლუმი ტარდებოდეს? მე მინდა, რომ ყოველს კონდეს გამოხატვის თავისუფლება და ეს არ იყოს ძალადობით შეზღუდული. რა თქმა უნდა, ძალადობა ეს სხვა თემა არის, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლება, ეს არის პროპაგანდა ჰომოსექსუალიზმის, რომელიც არის ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალული. მე ძალიან კარგად გიცნობთ თქვენ და მე და თქვენ ხშირად უბრალოდ ადამიანური საუბრებიც გქონია, ხო? არასოდეს მე და თქვენ ერთმანეთისთვის არ გვიმტკიცებია, რომ ჩვენ ვართ ქალები. მე მგონია, რომ არც ჯაბას არასოდეს არ უმტკიცებია არც ერთი ადამიანისთვის, რომ ის მაინდა-მაინც კაცია. რა თუნდა ამას ძახილი გამაგებინეთ? ვინც ვინ არის, ქალი იყოს ქალი, კაცი იყოს ქალი, არატრადიციული ორიენტაციის მატარებელს თუ უნდა რომ იყოს არატრადიციული ორიენტაციის მატარებელი. ჩვენ საუბრობთ 17 მაისს, ეს იყო ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ. 17 მაისის აქცია იყო აბსოლუტურად პროვოცირებული. 17 მაისის აქცია წისქვილ დაასხა ვის მიერ? ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან კარგად იცოდა რა მოყვებოდა იდენტობის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციას წინა დღეს 16 მაისს ჰქონდა იგივე ტიპის კონფერენცია მერიოტში. ვინმე შეუვარდა? აი იქ რომ ვინმე შევარდნილიყო და იქ რომ ვინმეს მათთვის ხელი შეეშალა, ეს იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში ჩვენ მართლაც გვაქვს პრობლემა ტოლერანტობის და მართლაც გვაქვს პრობლემა. მაგრამ გეი აღლუმები ჩემ დროს არ ტარდებოდაო, თქვენი დამსახურება იყო, ანუ რა რატო იყო ამის ინიციატივა ვის ჰქონდა? რა თქმა უნდა იყო და მე მახსოვს რომ პერიოდულად ბატონი გიგა ბოკერია მეუბნებოდა ხოლმე რომ ქალბატონ ნინო თქვენ მოგიწევთ შეეგუოთ საქართველოში გეი აღლუმების ჩატარებას და მოვა დღე საქართველოში ოცნებობდა ამ დღეზე. რატო უნდა იოცნებო ჯანსაღმა ადამიანმა და ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა იმაზე რომ ქვეყანაში გეი აღლუმი ტარდებოდეს ნამდვილად არ მესმის. მე რა მაინტერესებს იცი? 17 მაისის მოვლენები ყოველგვარი მაგრამის გარეშე რომ შევაფასოთ ეს რა იყო? ეს იყო პროვოკაცია, რომელმაც დაასხა ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყალი. საქართველოში სინამდვილეში არ არსებობს არანაირი პრობლემა სექსუალური უმცირესობებთან მიმართებაში რაიმე ტოლერანტობის ადამიანები ამაზე დელიკატურად რა ხდება? აბა ის რა იყო ეს აგრესია, საიდან მოდიოდა? ვისი მისამართით იყო ის აგრესია? დიახ, ადამიანები ამაზე დელიკატურად ხუჭავენ თვალს, მანამ ვიდრე ამას უკაცრავად ამ სიტყვისთვის ცხვირში არატენიან, რაც მიუღებელია ნორმალური ნებისმიერი საზოგადოებისათვის. თქვენ რა ფრანგებზე უფრო ისინი ხართ, ესე ვთქვათ, პროგრესულ ქორწინებასთან დაკავშირებით არის პრობლემა. ერთსქესიანი ქორწინება არის მეორე ნაბიჯი გეი აღლუმის შემდეგ. ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, შეიკეტონ თავისი ოთახის კარები
და უნდა ესე ვთქვათ ასე გააკეთონ, უნდა ისე გააკეთონ, უნდა თავისნაირებთან ვისაც რა უნდა ისქნას. მაგრამ ჩემ შვილებს, თქვენ შვილებს უკაცრავად შეკრების თავისუფლება არ არის აუცილებელი. გამოხვიდე, გამოხტე და იძახო რომ ხარ ჰომოსექსუალი. ეს არის ელემენტარულად ამის პროპაგანდა, რაც აკრძალულია მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბალტიისპირეთი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ თუ მომიტანთ ერთ მაგალითს მაინც, როდესაც ადამიანი სამსახურიდან გამოაგდეს იმიტომ რომ ის ჰომოსექსუალია. როდესაც ადამიანს თავი გაუტეხეს იმიტომ არ გულისხმობ 17 მაისს, თუმცა შევარდენ ქალბატონინო არ გახსოვთ. დაისაჯა ის ხალხი მე. იმიტომ ქალბატონინო, მაშინ რატომ არ ითხოვთ რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს რომ ყოველს აქვს გამოხატვის თავისუფლება სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების გარდა. მე ვფიქრობ რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით უნდა დაიწეროს ის რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, არანაირი ძალადობა მათ მიმართ არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ, თვალდახუჭული, ნებისმიერი ძალადობა უნდა აღიკვეთოს და დაისაჯოს, თუ ასეც ადგილი ექნება, მაგრამ სექსუალური, ესე ვთქვათ, ორიენტაციის თუ რაც ქვია მაგას, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა უნდა იყოს აკრძალული. ეს ამახინჯებს ადამიანს და როცა მე ვხედავ ეგრეთ წოდებული ფსევდოელიტის წარმომადგენლის გამოსვლას, ახალგაზრდა ქალის, რომელსაც ყავს 20 წლის ანგელოზივით ბიჭი, რომელიც ღვთისწყალობით მე რამდენადაც ვიცი ნორმალური ორიენტაციისაა და რომელიც ამბობს, იმიტომ რომ უკაცრავად და მოდაში შემოვიდა ეს რომ იცით რა თუ ჩემი ბიჭი გათხოვდება, ნუ რა მოხდა ეხლა მერეო თუ გინდათ თქვენ რომ თქვენი ბიჭები გათხოვდნენ, ღმერთმა დაგიფაროთ. ამას ჩვენ ვერ ვაკეთებ. რუსუდან მაჩაიძე. შალად ბოკერიასთვის რომ მსგავსი ღონისძიებები არ მოეწყო ხოლმე. მე ძალიან ბევრი რამის ხელის შეშლას ვახერხებდი სხვათა შორის ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა მას შემდეგ ერთი წამით, თუნდაც იგივე ომი. რაც გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მე ხელისუფლებიდან წამოვედი. წეხან რუსიკომ თქვა, რომ ბევრი რამე ცუდი ხდებოდა, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაშიო ვეთანხმები, ნამდვილად ბევრი რამე ცუდი ხდებოდა, მაგრამ 10 ჯერ უფრო მეტი და 20 ჯერ უფრო მეტი ცუდი ხდებოდა მას შემდეგ, რაც მე წამოვედი და ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რას აკეთებდა ნინო ბურჯანაძე, როცა იქ ვიყავი. 80% ჩემი დროის და სხვა შორის ბევრი რამე კეთი მიცის. 80% ჩემი დროის მიდიოდა იმაზე, რომ მებრძოლა ფარულად როგორც წესი ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ბოროტი განზრახვების წინააღმდეგ და ძალიან ბევრი რამის გაჩერებას ნამდვილად ვახერხებდი. იგივე პირდაპირ კონფრონტაციას რუსეთთან, იგივე გეი აღლუმების ჩატარებას, იგივე იმას, რომ 7 ნოემბერს ადამიანები არ დაიღუპნენ და უმსხვერპლოდ დამთავრდა ის, რაც დამთავრდა, იგივე იმას, რომ ასე თავაშვებული არ იყო ნაციონალური მოძრაობა, რაც ჩვენ დავინახეთ 2008 წლის შემდეგ, როდესაც არანაირ ჩარჩოებში უბრალოდ აღარ ჯდებოდნენ და ნამდვილად რამდენადაც შემეძლო ვამუხრუჭებდი მათ თავგასულობას. ერთადერთი პრობლემა და ჩემი შეცდომა როგორც პოლიტიკოსის იყო ის, რომ არასოდეს ამის პროპაგანდირება და ამის ესე ვთქვათ, აფიშირება არ გამიკეთებია და ძალიან ნაკლებად ვზრუნავდი, საერთოდ არ ვზრუნავდი ჩემს რუსეთთან კონფრონტაცია სხვა დროს, აი კონკრეტულად რა შემთხვევაში უნდათ? ანუ ნაციონალურ მოძრაობას რუსეთთან კონფრონტაცია რა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა? იცით რა, გუშინ წინ სხვა შორის მე-9 არხის ჟურნალისტმა დამისვა ეს შეკითხვა, უბრალოდ ბოლომდე ვერ მოვახერხე ტექნიკური მიზეზების გამო პასუხის გაცემა. თქვენ როგორ ფიქრობთ? როდესაც ჩვენ 2005 წელს 2005 იყო, ხო? 4 იყო. არა, რუსი ჯაშუშები რომ დავაპატიმრეთ. საგანგებო საჩვენებელი დაპატიმრება რომ მოვაწყოთ. ეს რა იყო, როგორ ფიქრობთ? მსოფლიო ისტორიაში ძალიან ბევრია მაგალითი, სხვათა შორის ბოლო მოხდა დაახლოებით 6 თვის წინ, როდესაც ბრიტანელებმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს რუსების დიპლომატიური მისიის თანამშრომლები და შესაბამისად რუსებმა იგივე გააკეთეს. როდესაც შენ იცი, რომ რუსეთის ხელისუფლების სათავეში არის ადამიანი, რომელიც სპეცსამსახურებიდან მივიდა პოლიტიკაში. ამ დროს შენ საგანგებოდ მაინდა-მაინც ქალებს დაადებინებ ბორკილს 2 რუს ოფიცერს ხელზე და საჩვენებლად მთელ მსოფლიოს აჩვენებ, რომ შემოარტყამ გარს ალყას, ეს ხო საჩვენებელი სანახაობა იყო. მე ეს გავიგე თვითფრინავში. მე შემიძლია მოგიყვეთ ეს როგორ იყო. მე ჩვენი 2 წამით ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვანი ხება, მე მგონი ჯაბას მერე უპასუხებ უკვე გაზეთისთვის.
ჩვენ მივფრინავდით რაღაც ღონისძიება იყო არ მახსოვს ბათუმში და სააკაშვილი იყო იმდენად აჟიტირებული, მივხვდი რომ რაღაცა უბედურება გვჭირდა რა. ვკითხე რომ რა ხდება მეთქი, რამდენიმე წუთშიო ყველაფერი მეწოდინება და გეტყვიოც. ყოველ წამს იყურებოდა საათზე. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაურეკა ვანო მერაბიშვილმა და სააკაშვილი ხტოდა სიხარულისგან ლამის თვითფრინავში და თქვა რომ აი ესე და ესე ჩვენ ესე საჩვენებლად დავიჭირეთ რუსი ჯაშუშებიო. რაზეც ჩემი პასუხი იყო გაგიჟდება მეთქი. რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტზე ვთქვი პუტინი მეთქი და ეს ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდება მეთქი. პასუხი იყო იცით როგორი? ძალიანაც კარგი რომ გაგიჟდება, ზუსტად მაგიტო ვაკეთებთ ასეო. ოღონდ მერე ის რომ მართლაც საშინელი მძიმე რეაქცია მოყვა რუსეთის ხელისუფლების ამას, ამის ფასი გადაიხადა იმ ადამიანებმა, ვინც სამწუხაროდ მართლაც სატვირთო თვითფრინავებით გამოუშვეს რუსეთიდან. სააკაშვილს არ გადაუხდა ამაზე პასუხი რა ქონდა სააკაშვილს? ხო გექნებოდათ მე საუბრები ამაზე რომ როდესაც უკვე შედეგები იწვნია ქართულ. აღარა გვაქვს დრო უკაცრავად. მეორე გადაცემაში კი პასუხი. ჯაბას მივცეთ. უბრალოდ მაშინ რამდენჯერმე დაიწყო. თქვენ საუბრობდით ხალბატონინო ამ თემაზე, მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. ანუ თქვენ ხართ თუ არა მომხრე რომ საქართველოში ეს გარყვნილების პროპაგანდა იყოს ინკრიმინირებული. პროპაგანდა რას ნიშნავს ეგეც ახსენეთ ჯაბაში? პროპაგანდა ნიშნავს დაინახავ ქუჩაში გახდები გეი. პროპაგანდა ნიშნავს ფლეშმობების მოწყობას, ტრანსპარანტების ფრიალს. რას ნიშნავს პროპაგანდა ამის განმარტებები? შევხედავ დიანას და საჯარო სკოლის წინ რა დამემართება. აცების კოცნაობას, ტრანსპარანტებს და ასე შემდეგ. ეს არის პროპაგანდა. ის ხართ უკვე ზრდასრული, მართალია ახალგაზრდა, მაგრამ ზრდასრული ადამიანი, რომელსაც გაქვთ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ფსიქიკა, ან ასეთი ხართ, ან ისეთი ხართ და თქვენ ვისაც რას შეხედავთ და მოისმენთ, რა თქმა უნდა, ამით თქვენი ესე ვთქვათ, არც პოლიტიკური და არც სექსუალური გემოვნება არ შეიცვლება. მე ძალიან მერიდება, საერთოდ გეგონება საქართველოში მეტი პრობლემა არ გქონდეს. დღეს 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელი. ჩვენ ნახეთ ელემენტარულად აღარ მინდა ხამ თემას დაუბრუნდე, რა პირობებში ცხოვრობენ ჩვენი ადამიანები, მათ შორის ისინი, ვინც იძულებული არიან ლამის თავისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენონ, იმიტომ რომ მოსახლეობის 2/3 ესე ვთქვათ, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის, რომელსაც 20% აქვს დაკარგული ტერიტორიების და 2/3 მოსახლეობის სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ანუ საჭმელს ვერ ჭამენ და მშივრები არიან. თავარი პრობლემა გამხდარა თურმე ისა ლესბიანკამ და გეიმ უნდა თქვას თუ არა და რუსთაველზე იყვიროს თუ არა, ირბინოს თუ არა ამის ცისარტყელას ფერიანი დროშებით. სირცხვილი ამაზე ეს არ არის. იმ ადამიანების პრობლემაც, იმ ადამიანებისთვისაც თავარი თემა ეს ყოფილა, რომლებიც ერთი წამით დიანა დავასრულე ძალიან ხელში და ასე შემდეგ რომ ნახეთ ყველამ კადრები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვის მსოფლიოში დედამიწაზე, მათ შორის საქართველოში, ყოველთვის არსებობდნენ ამ ორიენტაციის ადამიანები, პოლიტიკოსებიც იყვნენ ამ ორიენტაციის ადამიანები, საქართველოში, დიახ, საქართველოზე ხელოვნების მუშაკებიც იყვნენ, არასოდეს არავინ მათ არ შევარდნია, არასოდეს არავის მათთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მაგრამ ის ადამიანები უკაცრავად ერთი წამით რა, იმიტომ რომ ის ადამიანებიც პატივს სცემდნენ უმრავლესობას და არ ახლებდნენ თავს იმას, საერთოდ სიმახინჯეა 21 საუკუნის ის, რომ ის რაც ხდება და უნდა მოხდეს დახურულ კარს მიღმა, ამაზე ხალხი ყვირის. და უკაცრავად, ეხლა მართლა ტელეეთერში ყველაფერზე ხო არ ვილაპარაკებ, ხო არ მოგივათ თავში აზრად, რომ შხაპი მაინდა-მაინც მიიღოთ რუსთაველზე და მთელ საქართველოს აყურებინოთ, რომ შხაპს იღებთ, ხო? ინტიმური ცხოვრება ამას იმიტომ ქვია, რომ ეს უნდა იყოს ინტიმური, ეს უნდა იყოს დამალული. თუ ვინმეს თავს ამისთვის უტეხავენ, ვინც თავს გაუტეხავს, ის უნდა დაისაჯოს. დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ხელოვნური თემა. საქართველოს აქვს გაცილებით უფრო მეტი პრობლემა, გაცილებით უფრო მეტი თავის ტკივილი, გაცილებით მეტი, ესე ვთქვათ, სირთულეები გვაქვს ჩვენ, ვიდრე ეს თემაა და იგივე ევროპამ, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ თურმე ევროპა აღარ დაგველაპარაკება, თურმე ევროპა აღარ მიგვიღებს, ევროპა დაგელაპარაკება და მიგიღებს ყოველთვის, როდესაც შენ შეძლებ შენი საკუთარი ღირსების, შენი საკუთარი ეროვნულობის ევრაზიულ კავშირზე თქვენი პოზიცია მაინტერესებს. ევრაზიული კავშირის პერსპექტივაზე, ასე ვთქვათ, შესწავლის გარეშე რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება ამასთან დაკავშირებით არის შეუძლებელი. ძალიან დიდი მადლობა, ნინო ბურჯანაძე იყო ჩვენი სტუმარი, მოკლე რეზიუმე უნდა გავაკეთოთ. ესე იგი, თუ თქვენ გახდებით პრეზიდენტი, სამშვიდობო მისიის კონტინგენტი გადაიხედება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებში გადაიზრდება და საქართველოში გეი აღლუმები აღარ გაიმართება. და მახინჯი კოაბიტაცია დამთავრდება, სამართლიანობა აღდგება, მათ შორის დაუბრუნდება კოაბიტაცია ფაქტურად დასრულებული იქნება თქვენ თუ გაიმარჯვებთ პრეზიდენტი
მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა 1 ოქტომბერს იყო არა კოჰაბიტაცია, არამედ სამართლიანობის აღდგენა. და სამწუხაროდ სამართლიანობის აღდგენა ჯერ არ მომხდარა. თქვენ მე ვერ დამისახელებთ პრაქტიკულად ვერც ერთ ადამიანს, რომელიც აღადგინეს სამსახურში განთავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით, რომელსაც დაუბრუნეს წარქმეული ქონება და პირდაპირ მათ შორის იგივე პოლიტპატიმრებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს ელემენტარულად საკუთარი რეაბილიტაცია, იმიტომ რომ პარლამენტმა ჩემდა სამწუხაროდ კოჰაბიტაციაში გართულმა ვერ მოიცალა ვერც პოლიტპატიმრების სტატუსის გადასახედი კანონის მისაღებად, ვერც უსამართლო განაჩენებას. 8 თვეში არ ხდება სამართლიანობის აღდგენა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ინო ბურჯანძე. ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას იღებდნენ რუსუდან მაჩაიძე, გვანცა პაპავაძე, ქეთი ხატიაშვილი, ჯაბა ხუბუა, თამარ ჩიხლაძე, ემა ტუხიაშვილი. ყველას დიდი მადლობა. მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით ნახვა.